საღამოშვიდობის სამეგობრებო, მოგესალმებით ყველას. მაგარი დაღლილი ვარ, იცოდეთ. დაგპატიჟებთ რა ბარემ ყველას. დღეს ვისაუბროთ იუდა ისკარიოტელზე. და ვისაც კითხვები გაქვთ იუდა ისკარიოტელზე, ეს რა სექტა არისო თუ რაღაცა დებილობებს რო წერთ რა. მოდი ვისაუბროთ იუდა ისკარიოტელზე, ერთხელ სამუდამოდ გავიგოთ რა ხდება მაგ იუდა ისკარიოტელის თავს რა. ერთხელ სამუდამოდ. თქვენ ალბათ იკითხავთ, რომ როგორ შეიძლება ქრისტეს მცველი იუდას იცავდეს, ხო? ძალიან უცნაურია ხა, მეც მაგრად გამიკვირდებოდა ქრისტეს მცველი იუდასაც იცავდეს, ამათ ორს ერთად რა უნდა ერთ ჯამში. ხო ესეა მეგობრებო, ხო ესეა. მეგობრებო, მოდი რა ერთხელ და სამუდამოდ გავიგოთ ის, რომ ქრისტე დებილი არ იყო რა. და რადგან ქრისტე დებილი არ იყო, იუდა მასთან რო იყო, ტყუილად არ ყავდა თავისთან, ხო? შევიგნოთ ეს. გვინდა რომ შევიგნოთ? შევისისხლხორცოთ. მეგობრებო, ეხლა რა მინდა გითხრათ რა. რატო არ შეიძლება იუდას ესე წინა პლანზე წამოწევა? აი რატო არ შეიძლება, იცით? იმიტომ რომ რეალურ ქრისტეს მკვლელებს ვაფარებთ იუდას სახელს. ყველაფერს ხო თავისი სახელი უნდა ერქვა საბოლოო ჯამში. აი მაგალითად, თუ ჩვენ გვინდა გავიგოთ რა მოხდა, მაგალითი ავიღოთ ეხლანდ proof ენავ დადექსაინესა. ეხლანდელ დროებაში, ავიღოთ მაგალითი ეხლანდელ დროებაში. ავედი ჯვარზე, ვიყვირებ ბევრი, მიცნობს მთელი მედია, მთელი სამღვდელოება, მთელი ეს თუ ის პირი და მოვიდა უშიშროება და დამადგა თავზე. ვინ გამცა? იუდა? ვინც გამცა ის არის დამნაშავე? თუ ვინც დამადგა თავზე და რომ წამიყვანა მერე და რომ ჯვარს მაცვა მერე, ის არის დამნაშავე. მე უკვე მელქისედეკმა დამიწერა, რომ იუდამ გასცაო და იმიტომ არისო, იუდამ მისი სამყოფელი გასცაო, ადგილსამყოფელიო. ამაზეც მინდა პასუხი გავცე რა. რა შუაში ადგილსამყოფელი? ახლა ქრისტე იმალებოდა თუ როგორ გვინდა ახლა გავიგოთ რა. ქრისტე ხო არ იმალებოდა. რაღაც ღამით უნდათ ადგილსამყოფელზე იუდას მიერ მიყვანა. ამდღარ იყვნენ და სადაც ქადაგებდა ქრისტე, იქვე დაეკავებინათ. რა შუაში იყო ახლა? ვერ დაიჭერდნენ იუდას გარეშე, ვერ იცნობდნენ იუდას გარეშე ქრისტეს, არ იცოდნენ ვინ იყო ქრისტე თუ რავა ბიჭო. დამავისლა ლაპარაკი, მე მგონი იმდენი ხანი არ ჩამიწერია ლაივი. გამაგებინეთ ერთი რა. ეხლა რატო არ არის იუდა დამნაშავე რა? ვთქვათ იუდამ გასცა ქრისტე. იუდა მოკლა ქრისტე? იუდა მოკლა ქრისტე, გეკითხებით. ხო და მაშინ თუ იუდამ არ მოკლა ქრისტე, ვინც მოკლა იმის სახელი რატო არ დომინირებს? გამაგებინეთ. იუდა რა შუაშია ვაფშე? ვთქვათ შუაშია იუდა. მოვიდა, აი მაგალითად ავედით სვანეთში, მომიგზავნეს ვიღაცა, მომწამლა, მაგრამ არ მოვკვდი. რომელია დამნაშავე? ის ვინც მოაგზავნა ის ვიღაცა, თუ ის ვინც მომწამლა? რომელია დამნაშავე აქედან? აბა მითხარით ერთი, ორივე, ვიტყვით ორივე. და თუ იმას სხვა გზა არ დაუტოვეს, თუ იმას იარაღი დაადეს თავზე და უთხრეს, რომ იცი რა, შენ ამას თუ არ გააკეთებ, დედას გიტირებთ რა. და თუ იმ პირს, რომელმაც მომწამლა სხვა გზა არ დაუტოვეს, რომელია დამნაშავე? პირი, რომელიც მწამლავს, თუ პირი, რომელსაც ავალებენ, რომ მომწამლოს? იგივენაირად არის ქრისტესთანაც. ხალხო რა გჭირთ ახლა? ვინ იმალებოდა ქრისტე ნამდვილად? აი მართლა არ იმალებოდა, იცით რა. შოლტებით გამოყარა იერუსალიმის ტაძრიდან ის რაბები და იქ რატო არ მივიდნენ რაბები? თუ უტყდებოდათ რა ხალხმრავლობაში იმის დაკავება?
თუ ისე უნდათ გაეკეთებინათ, რომ ღამით დააკავებდნენ, მერე ვერავინ ვერ გაიგებდა, ისე აცმევდნენ ჯვარს და ამით ხელებს დაიბანდა ის პილატეც და ისკარიოტელი კი არა და ისა რა ქვია მაგას, კაიაფა და ანა. აი მითხარით რა დებილობაა ხალხო. გამაგებინეთ იუდას ვაფშე რატო ვახსენებთ რა? რატომ მოვაცხეთ იუდას ესეთი ის სიმძიმე, რაც არ ქონდა იუდას ეგ სიმძიმე. იმან თავი მოიკლაო. რანაირად მოიკლა? თავი ხეზე ჩამოკიდეს და ჩამოტყდა ტოტი. მერე გასკდაო, რანაირად გასკდა. ესე იგი მოწამლეს, ხო? ესე იგი რაღაცა აჭამეს ისეთი რომ დაიშალა, თლიანი ნაწლავები დაეშალა კაცს. და გამაგებინეთ ახლა ერთი ის მაინტერესებს, თქვენ რომ მეუბნებით, საიდან გაიგეო ის იუდამო, თავი რო არ მოიკლაო. რა უნდა მაგის გაგებას, ბიჭო, თავი რომ მოეკლა იუდას და ეგეთი სინანული რო ქონოდა, უпроსწორედ თუ სინანული ქონდა და თავი მოიკლა, მაშინ იუდას რაღაცა უაბრალებთ, გამაგებინეთ და საერთოდად ისედაც ვინც მოკლა ქრისტე იმის სახელს, რატო არ იძახით ხოლმე? ბიჭო, ერთი ის გამაგებინეთ რა ამ იუდას რო გადაეკიდეთ. მიმტევებლები და მიმტევებლები ერი ვართ, ხო? ქრისტიანი ერი ვართ. აგერ დაჯდა ჩვენი წინა ილია და ხელები ჩამოართვა და რა ვიცი, ეკოცნავა მე მგონი იმას, რა ქვია, ქრისტეს ჯვარსმცემლს დღემდე რო არ აღიარებენ ქრისტეს. გინდა ებრაელთა წარმომადგენელ რაბინებს და გინდა მუსულმან აიათოლებს. არ ვიცი, ნებისმიერს დაუჯდა და სუფრაზე გენაცვალე მენაცვალეო, ესე უთხრა და ერთი გამაგებინეთ რა, იუდა რას ჩადის ესეც ძალიან სულს, როცა პირიქით ეუბნება ქრისტე, წადი გააკეთე შენი საქმე, ხო? წადი გააკეთე შენი საქმე. თან მით უმეტეს ეუბნება, აი, გააკეთე შენი საქმე. გამაგებინეთ რა ვერ აპატიეთ ამ იუდას ესეთი, რომ კაიაფამ მოკლა ტიპმა აპატიეთ იმას და ხელს ართმევთ და იმასთან ერთად სუფრაზე ზიხართ და იმის წარმომადგენლებთან, რაბებთან და ქრისტეს ჯვარცმელებთან ლამის არის ძმობა შეფიცოთ და ამ იუდამ ესეთი რა დააშალა, გარდა იმისა, რომ რასაც ქრისტე ლაპარაკობდა, მიქონდა ამბავი რაბებთან, რაც ქრისტეს აწყობდა. აი გამაგებინეთ რა, გინდა მღვდლები, გინდა ერი, გინდა ვინც გინდა ის იყავით, კაცო, ბერი თუ მონაზონი იქნებით, ვინც გინდა, აი გამაგებინეთ, იუდას რატო გადაეკიდეთ, ესე ძალიან რა. რა დაგიშავათ იუდა მეგეთი? რა იუდას რომ არ გაიცა, ისე ვერ იპოვიდნენ? ეხლა შეიძლება ჩავიხვიე, მაგრამ იმდენად დავიგრუზე ამ საკითხით რა, ხალხი როგორი ერთ ცალტვინა არის აზე ხარ? ტიპები ვერ აზროვნებენ, საიდან იცი საწაიკითხე, რა თქმა უნდა მაგას საკითხო ვერ გამოგაქ აზრი? გაიაზრე, აი სცენარი წარმოიდგინე რა ხდებოდა, გაიაზრე უბრალოდ და თქვი რა, მართლა ესეთი დამნაშავია, კაცო, იუდა ვაფშე რა შუაშია, საცოდავი ტიპია, რომელიც დავალებული იყო რაბებისგან, სხვა გზა არ დაუტოვეს, რომ იესოსთან ეარა, ამბები მიეტანა და მერე ბოლოს მას შეათითხნეს ყველაფერი და იუდაზე გადატყდა ეს მთელი ქრისტეს ჯვარცმა, მაგის დედავატირე რა. სხვა მეტი აზროვნება არ შეგიძლიათ, რომ ის ხალხი დაადანაშაულოთ, პილატემ რო ხელები დაიბანა. ბიჭო, ძალაუფლება გაქვს მაგის დედავატირე და რა შეგთხარეს ეგეთი ამ ანამ და კაიაფამ, რომ ვერ მოაჯინე თავის ადგილზე ეს ხალხი, გამაგებინეთ რა. ხელები რო დაიბანა პილატემ, ის მაგარი ტიპია. ის გავამართლეთ. არა, არ გავამართლეთო იტყვენ. არა, არ გავამართლეთ, მაგრამ ისე როგორც იუდას მოიხსენებთ მაგის დედავატირე და ამოიღეთ მოწაფეთა ერთ-ერთი იყო ეშმაკიო რა. ეშმაკი იყო და ქრისტემ ეშმაკი თავისთან ატარა. რამდენი წელიც იყო და ქადაგებდა, იმდენი წელი იმასთან იყო იუდა და თქვენ რა, ვინ წითელი კოჭები ხართ, რომ იუდა გამორიცხეთ ქრისტეს მოწაფეებიდან ერთი გამაგი დაგიბარათ ქრისტემ, რომ იუდა გამორიცხეთო? მე რომ მოვკვდებიო და ვინც გამცემსო ისო მოკვეთეთო ჩემი მოწაფეებიდან, რომ დაგიბარათ ეგ ქრისტემ? ხო და თუ არ დაგიბარათ, აბა რა გინდათ, ვერ გავი, რას ბლატაობთ, ბიჭო? წადი და კაიაფას და ანას მოკითხეთ და მის მოდგმას დღემდე საქართველოს ტერიტორიაზე მიდიან.
ლევან პეტრიაშვილი წერს, შემორჩენილი ვერსიის თანახმად, იუდამ იესო კოცნით გასცა, რითაც იგი მდევნელებს იმ პიროვნებად მიუთითა, რომელიც მათ ბიჭო, კარგი ეხლა რა ლევან, ეგ დაგვიწერეს, ეგ თქო, რა თუ უნდა და ქრისტეს გადაკოცდა. ყველაზე ლამაზი ტიპი იყო, გამოირჩეოდა განსაკუთრებული სილამაზით. ის არისოდნენ, ვის დასდებდნენ? ჯარისკაცები თუნდაც, აი ჯარისკაცები გააგზავნეს, ტიპი გააგზავნეს, აი მიგიყვანთ იუდა და ის დაიჭერს იმას რა, დაგაჭერინებთ და კაიაფას და ანას დაეზარათ ღამით ტასავი რა, რაღაცა ბუნებაში ქრისტეს ადლოცულობდა, დაეზარა ვთქვათ და წავიდნენ იუდას გავყნენ და დააჭერინა იუდამ იესო ქრისტე კოცნით. და რა არის მაგაში ახლა ისეთი ძალიან ტრაგიკული, რაც არ არის ბრძანება, მაგალითად ბრძანებაა გაცემული, რომ უნდა ჩამოახშჩონ თუ ჯვარსაცვან ქრისტე. მითხარით ახლა რომელია დამნაშავე? იუდა არის დამნაშავე, რომელსაც სხვა გზა არ ქონდა. გინდა ქრისტესგან და გინდა იქიდან. ქრისტემ უთხრა წადი გააკეთე შენი საქმე. იმათე უთხრეს რომ ჩვენ თუ არ გააკეთებ მოკლედ გამაგებინეთ ეს იუდა ორ ზღვაშუა კი არა, ორივე მხარე იმას ეუბნება, რასაც აკეთებს ტიპი და რასაც დანაშაულებთ ამ ადამიანს მერე რა რო კოცნით აბა რა ეხლა გინდა კოცნა, აი გინდა ეკოცნა, გინდა მისულიყო და ესე თითი მიეშურა პირდაპირ, აი ეს არის რას განსხვავება რა იქნებოდა გამაგებინეთ რა. და აი როგორ ლამაზად არის მოყოლი, აი კოცნა მივიდა, თორე ისე ვერ გაიგებდა ქრისტე რომ გასცე, იმ მომენტში გასცემდა. არა, გინდა თითი მიეშურა და გინდა ეკოცნა. ანუ რაში დაიზღვია იუდამ თავი მაგაში, რომ მე ვისაც ვაკოცებო ვერ გაიგებსო ისო, რომ მე ამით გავეციო, თუ რა გინდათ ამით მოყვეთ ვერ გავიგე რა. ბიჭო, ქრისტე ეუბნება წადი გააკეთე შენი საქმე. ის მერე კოცნით გასცემს, მოთათუნებით გასცემს, თითის მიშვერით გასცემს, სარის ჩარჭობით გასცემს, რითი გასცემს, მაგას რა მნიშვნელობა გამაგებინა. აი ამ კოცნას რო ჩააცივდით რაღაცნაირად. ბიჭო, იმან აკოცა მაინც და დანარჩენები რომ ვირთხებისავით მოწყდნენ, იმას რატო არ ახსენებთ ხოლმე ერთიგან. მერე შეინანეს. ბიჭო, ის შენანება მაგისი უნდა თუ თავი მოიკლა იუდამ. შენანება ეგ არის თუ არის, თორე არცად არ უთქვია ქრისტეს რომ თავი არ მოიკლათო. სადმე წერია რომ თავი არ მოიკლათო ჯოჯოხეთში მოხდებითო? ქრისტეს არცად არ უთქვავს რა. თუ შენანება არის ტიპებმა გააგზელეს ქრისტეს სიტყვით ბლატავი მერე რა, გინდა იმ სიმონმა და გინდა დანარჩენებმა და იუდას ნამუსმა მაინც შეაწუხა თუ თქვათ თავი მოიკლა. ნამუსმა მაინც შეაწუხა და ქრისტეს სახელით კი არა თავი ვეღარ გამოყო და თავი მოიკლა და ვინ გითხრათ რომ თვითმკვლელობა ვაფშე ჯოჯოხეთს ემაშება რა ვქი ჯოჯოხეთში მიყავს. ვინ სად იყო რომელი თვითმკვდარი დაბრუნებულა უკან ან მკვდარი ვინმე დაბრუნებულა უკან გარჩე ჩემი თავისა. არანაირი ჯოჯოხეთი ხალხო არცად არ უთქვავს ქრისტეს რომ თავისი მოკლა ჯოჯოხეთში მიგაქანებსო. ვინ გითხრათ საწერია? ჰეროდეს იესო მკვდრეთით აღმდგარი იოანე ნათლისმცემელი ეგონაო, რომელსაც მე თავი მოვკვეთეო, აი ამ ბოდვების ჯერა ამ ხალხს. ხო რა ვიცი ლევან რაღაცა ბოდვები რო არის, ეხლა ადამიანმა სიღრმისეულად რო ეხლა სცენარისტი ვარ და რეჟისორი ვარ, რო წარმოვიდგინე საკითხები, დებილობა რას გვიყვებიან რა, მაგარი სიაფანდებია და როგორც პატარა ბავშვებს პირველ კლასში რომ მოატყუებ რაღაცა ზღაპრით, ისე გვატყუებენ მაგრამ კოცნით გასცა იუდამ ეგ საჯიჯღარი და ყველა ეგ საჯიჯღარი. ბიჭო, რატო ისე არ გასცა, რომ აი იმ ჯარისკაც დაუდგა და უთხრა, აი ის რომ არის ის რუაჩია, იმ ფერიც რაღაცა რუაჩია ის არის. ვაფშე კოცნა რა შეტესჭირა იუდას. ეს მოგონილი ამბებია ხალხო ყველაფერი რო იცოდეთ რა. მაგარი გვასიაფანდებენ. ქრისტე თვითონ, აი არავინ კაციშვილმა არ იცის ქრისტე რას ლაპარაკობდა. არც ერთი მოწაფე იმ სიღრმეში ვერ ჩავიდოდა, ელემენტარულად ვერ ჩავიდოდა იმ სიღრმეში, რასაც ქრისტე ლაპარაკობდა, რო ჩასულიყო იმ სიღრმეში, რასაც ქრისტე ლაპარაკობდა, იქიდან არ მოტყდებოდა ხალხო, ქრისტეს არ მოსილდებოდა
გვერდიდან მერე გაეხსნათ ტიპებს მერე წადი და ჭამე ბუსკორცხები სულ არ მაინტერესებს მერე რა გაგეხსნა შენ რა მთელმა იერუსალემმა იცოდა სახით ქრისტე და ფარისეულებმა არ იცოდნენ თუ ხო მაგას ვიძახი მეც რაში ჭიდებოდათ არ იცოდნენ თუ მხედრიონმა არ იცოდა ვინ იყო ქრისტე იცოდნენ როგორც უბრძანეს ისე გააკეთა და ფულიც რომ მისცეს შეაყარა თუ მკვლელობა სადა значит შეინანა კიდეც ხო მაგას ვიძახი გიორგი ანუ გადაეკიდნენ დედას ვიძახა რამ იუდას რა ყველაზე მაგარი ბანძას მიმაჩნია ქრისტეს მოწაფეთა შორის პეტრე ყველაზე ბანძია აი ვერ შეინანა ბიჭო რა შეინანა მაგას შენანება ქვე თავი იმიტომ მოაჭრეს მერე ერთი წუთი რასაკეთებ თავი იმიტომ მოაჭრეს რომ მოსაჭრელი ქონდა თავი რა თავი აქვს თავი მოჭრილი აქვს პეტრეს სამჯერ გასცა ქრისტე წარმოგიდგენია დადიხარ ამდენი ხანი ეფიცები ძმობას მე გავყრი დანას ობო ვინ გაგცემს მითხარი ერთიავე დავჩეხავ და სამჯერ ტიპმა ვერ ამოხერღა რომ ქრისტეს იცნობდა და მისი მოწაფეა აზე ხარ რა ბანძი ვიღაცა და მაგის ეკლესია პეტრეს ეკლესია ქვია ბიჭო პეტერსბურგი რო დაარქვეს და ეკლესიის მთავარი ადგილი რო პეტერსბურგად შერაცხეს. რატო ქრისტესბურგად არ შერაცხეს? ბურგი გორაა და ქრისტესბურგი დაერქვათ და არა პეტერსბურგი რა შუაშია პეტერსბურგი. გარდა მაგისა კაცოებო გავანებოთ თავი. წავიდნენ ქრისტე დამარხეს და ქრისტემ თქვა რომ მესამე დღესო ვიქნებიო ავდგებიო რა. და ეს ტიპები დგანან და მივიდნენ იქ და ნახეს რომ არაფერი არ ხდება და წამოვიდა სახლში. აუ რა ბანძები არიან რაზე ხარ? რა ბანძები არიან რაზე ხარ? აი ხა როგორ განიკითხო ბიჭო, თქვენ თუ მეუბნებით მე როგორ განვიკითხავ პეტრეს, მე გეკითხებით თქვენ რატო განიკითხავთ იუდას? ტიპმა ისე შეინანა რომ ცხვირი ვეღარ გამოყო და მოიკლა თავი, თქვათ. არ მოიკლა თავი, მოკლეს, მაგრამ თქვათ თავი მოიკლა. და თქვენ ამბობთ რომ ისო იუდამ არ შეინანა და იმათმა შეინანეს. სანამ ქრისტიანული, ვითომ ქრისტიანული, ესე ხა ბრჭყალებში ჩავზო, ვითომ ქრისტიანული მართლმადიდებლური, ისევე კათოლიკური, ევანგელისტური, პროტესტანტული, ლუთერანული, ნებისმიერი ქრისტეს სახით არსებული სექტა არ იტყვის იმას, რომ იუდა იყო პირი, რომელმაც თავისი საქმე შეასრულა და საერთოდ არ უნდა განვიკითხოთ ჩვენ იუდა, როგორც პეტრეს მეუბნებით რომ არ განიკითხო, როგორც სიმონი, როგორც მათე, როგორც ვიღაცა ის რომ დაიმალნენ. თუ მეუბნებით ისინი არ განიკითხო, მაშინ მე გეუბნებით რომ არც იუდა არ უნდა განიკითხოთ რა. სანამ ეს ვითომ ქრისტიანული წარმომადგენლობა იუდას არ გაიცნობს სიღრმისეულად და იუდას ფენომენს არ გაიცნობს თუ რა არქეტიპი არის იუდა და რა როლს ასრულებს ქრისტესთან დგომის გვერდში დგომით მანამდე თქვენ ქრისტეს ვერ იხილავთ თვალით რა და ის გაგიხარდებათ ამბიონებიდან რო გეტყვიან ყოჩახთ ქართველებო კიდევ 10 წლით რო გადაგვიდეთ მეორედ მოსვლა ქრისტეს რო ვერ ვნახავთო რა ტიპებს გაგიხარდებათ ეს იცი რა დონეზე და ტარს დაუკრავთ რომ ყოჩახ ქართველებო აბა რა თქვენი დამსახურებაა რომ ქრისტეს ვერ ვნახავთ კიდე 10 წლით და თქვენ გაგიხარდებათ იუდას აღარ არსებობს უკვე და არავინ ნახეთ ეს ფილმი ქალბატონო თამარ იუდას აღარ ნუ არის ახლა მოსაზრებები რომ იუდა ქრისტე ყველაფერი არის მოთხრობილი თემა არ არსებობდნენ ეს ტიპები და მე გეტყვით მაგაზე გაგცემთ პასუხს რა ნებისმიერი საკითხი რაც წერილობით დაწერილა ის ფიზიკურში იყო თუ არ იყო არ მაინტერესებს წერილობით არსებობს წერილობით რაც არსებობს იმას განვიხილავ მე როგორც არსებულს, იმიტომ რომ თავდაპირველად იყო სიტყვა და სიტყვებმა დასახეს ყოველი და სიტყვით თუ არსებობს ფურცელზე დაწერილი, ესე იგი არსებობს, ის მე არ მაინტერესებს, წარსულში არ დავდებ, მე მართლა ხორციელში არსებობდა თუ არ არსებობდა, მაგას ხო არ დავდება რა.
მე არ ვიძახი რომ ამტკიცებ ხორციელში იყვნენ სულ ყველა ან არ იყვნენ არ მაინტერესებს მაგას არ ვკითხულობ მე მართლა იყვნენ თუ არ იყვნენ ჩვენ გვაქვს აქ სიტყვებზე და სიტყვათა აზროვნებაზე საუბარი რასაც ახლა მე განვიხილავ რა ჩვენ გვაქვს აქ იმ საკითხზე საუბარი რაც დაგვიწერეს წერილობით სულ ერთია ეს იყო თუ არ იყო და არა იყო რა არის ზუსტად ის კარგი ძალიან კარგად მორგებული ფრაზა იყო და არა იყო და არ არის მაგრამ ჩვენ სიტყვიერად მაინც ჭიდილში ვართ და ესე ვარკვევთ და გარკვევაში ვართ რატო იცით ვერ ამოგვიხსნია ესა თუ ის საკითხი ნორმალურად ვერ გაგვიხელია თვალები და ვერ დაგვინახავს რომ ბიჭო იუდა კი არ უნდა დავადანაშაულოთ ის ხალხი კი არ უნდა დავადანაშაულოთ ვინც ლურსმანი დაარჭო ქრისტეს ის ხალხი კი არ უნდა დავადანაშაულოთ ვინც ყვიროდა რომ ქრისტე ვაცვა ჯარსო ის უნდა დავადანაშაულოთ ვინც თქვა რომ ქრისტე მოკლათო ვინ იყო ამის თავი და თავი ვინც იყო იმას არ ვახსენებთ ესე ხელს ვაფარებთ კაიაფა არაფერს შუაშია რატო არ არის შუაში თავი და თავია და კაიაფა კიდე ანასგან იყო დაგრუზული ანა არის თავი და თავი ყველაფრის ანნა იცით ვინ არის აი ილია მეორე როგორც ილია მეორე იყო ჩვენი აი გაფანატებული ტიპი იმენა ზეზეურად აყროლდა და მაინც მინდას უწოდებდნენ მე რა რო ტიტულს უწო ტიტული არის ბიჭო ტიტული როცა გიწერო და გაამართლო შენი ტიტული რა შუაშია შენ ახლა მართლა ხარ წმინდანი და უწმინდეს და უნეტარესი თუ გიწოდებენ ხო და შენ ამართლებდე იმას რა და თუ ვეღარ ამართლებ ადექი და ნებაიბოვცე და გადადექი რა თუ ვერ ამართლებ იმ საკითხს რასაც გიწოდებენ და ტიტულია ეს ტიტულარულად გიწოდებენ თუ არ გიწოდებენ შეფარულად თუ ფილოსოფიურად გიწოდებენ მაგ გადატანითი მნიშვნელობით ზღაპრულად თუ ილუზიურად ეგ არ არის არანაირ მნიშვნელობას არ წარმოადგენს რაც გეწოდება უნდა ასრულებდე და მამა თუ გეწოდება მამის როლს უნდა ასრულებდე რაც ვერ შეასრულა ვერც უწმინდესი უნეტარესობა შეასრულა ვერაფერი ვერ შეასრულა გარდა აი გავანებოთ მაგასავე ჩვენ საუბრობთ იუდაზე კაიაფაზე და ანაზე ანა რომელიც თავი დაბრმავებული და დახვავებული ერს მოუწოდებს რომ ეხლა ჩვენ ეს უნდა ვაცვათ ჯვარს იმიტომ რომ სიმართლეებს ლაპარაკობს როგორც შემზე რა ავედი ჯვარზე და ბიჭო სიმართლეებს ლაპარაკობდი და წაიყვანეთ ეს გოგო გააცილედო ეპისკოპოს უშლისო ხელსო იმაში ეპისკოპოსი კი არა მღვდელს უშლის ხელს წირვაშია და წაიყვანეთ გაათრიეთო გესმის მე ჩემზე იცახიან როცა მე ვგნებ ბიჭო ქრისტეს ეკლესიაში თუ დგახარ თუ ქრისტეს წირავ იუდეური წესებით რატო წირავ გამაგებინე რა და ამიტომ მე რახან სიმართლე კითხვა დავსვი მე უნდა წავიყვანე უშიშროებას ხოლო ის პირები რომლებიც აი აგერ თუნდაც ზედ ფეხებს არ წყავდნენ და ჯვარზე იგივე ჯვარზე ირანელები იყვნენ ესა პაკისტანელები თუ ვიღაცეები რო იყვნენ გადამთიელები და დაგვიჩხაპნეს და ზედ მიაწერეს რაღაცა ასოები გამაგებინეთ ისინი არ იყვნენ საშიშები ის არ უშივდა ქართულ კულტურას ხელს არ არღვევდა ქართულ კულტურულ ძეგლს არ შელახავდა იმათ უშიშროება არ უნდა დამდგარიყო დადგომილიყო თავზე არა თამარ ინასარიძე რომ ეპისკოპოსს კითხავს კიდევ ერთხელ ვიმეორებ შეიძლება ეპისკოპოსი კი არა და მღვდელს კითხავს რომ რატომ აკეთებ იუდეური წესით ბიჭო იქ შევესწარი რომ აი ამას თასმას იხვევდა ესე ხელზე აი ესე რო იხვევენ ხოლმე და აქამდე რო აქვთ და მე რო დაიჭერენ ამ თავიანთ ბიჭო მაგათი სარწმუნოება არ ვერევი რა როგორც უნდათ ისე გააკეთონ და ისე წირონ იუდეველებმა მაგრამ შენ თუ ქრისტეს სახელი წირავ და იუდეური წესებით გამაგებინე რას აკეთებ გამაგებინე ანუ ფიცი მწავს ბოლო მაკვირებსო თანაც მით უმეტეს ქალი აყვირდა რომელიც ქრისტემ 2024 წლის წინ 26 წლის წინ გამოაგდო შოლტით ეკლესიიდან რომ აქ ნუ ვაჭრობო რა ის ქალი აყვირდა ჩემზე რომ ეს გაათრიეთო აქედან ხელს მიშლისო ვაჭრობაშიო ეკლესიაშიო და ის მღვდელს ხელს უშლისო დღეს რომ გამოვიდნენ მამაკაცები და იცავენ ამ რუს და თუ უკრაინელ ქალებს თუ ვიღაცა გოჭებს მითხარი მაშინ ზუსტად იმ დღეს როცა პოლიცია დამადგა თავზე რამდენიც კი და იმდენი მიყურებდნენ რამდენმაც კი და ზუსტად იგივე პირები რომლებიც დღეს აკომენტარებენ როგორ დაარტყა კაცმა ქალს
ნახეს რომ კაცმა ქალს დამარტყა, მაგრამ არანაირი კომენტარი. მე ბევრს ყვირი ვარ და იმიტომ და ის გოგოები არ ყვიროდნენ ბევრს. ოხ თქვენი ღმერთმა გაგანათლოთ ისე როგორც მე გამანათლა. სადღაც საქართველოში სამართალი ან ქართველებში იუდეველები და სავსე იუდეველები ბიჭო მე იცი რა იუდეველები უყურე რასაც იმსახურებ იმას იმკი იუდეველები მოვლენ აბარას იზავენ შენ თუ დებილი ხარ და ბრმა ხარ თავში შენ თუ ბრმა ხარ შენ თუ გონია თავი ქრისტიანი შედიხარ ეკლესიაში ხედავ რომ ვაჭრობაა და არაფერს არ იზახი ბიჭო იუდეველი თავზე კი არ დაგაჯდება იცი რას გიზავს თავზე ფსელს კი არ გადმოგასხავს იმ რუსი თუ უკრაინელისავით არამედ იცი რას გიზავს შემოვა შენთან სახლში ვთქვათ სახლში დაჯდება სუფრაზე და გეტყვის მომემსახურე შენ ვერაფერს ვერ ეთქვი იმიტომ რომ იცი რას გეტყვი შენ ხო ქრისტიანი ხარ გაგდებს შენ ხო ქრისტიანი ხარ ქრისტიანი უნდა მომემსახუროს ჩვენ ძმები ვართ ოდითგანვე ქრისტეს გაუხარდება შენ თუ მომემსახურები და შენც დებილივი ადგები და ხო ქრისტეს სახელი თუ და რაღაც ბიჭო ჯერ მარტო იმას მარტო ის მაინტერესებს თქვენგან რა რომ მაიცა მარკოზის სახარებაში წერია რომ იმავე დღეს ამაღლდა როცა ადგა იმავე დღეს საღამოს ხოლო საქმე მოციქულდა 40 დღეს ამაღლდა ხო გეუბნებით რა მარტო ის მაინტერესებს თქვენგან რომ ქრისტე რო გწამთ ხო რითი გწამთ რითი გწამთ მარტო იმითი რომ ჯვარს ეცვა მაგის მეტი ქრისტეს არაფერი არ გაუკეთებია ანუ ჯვარს რო ეცვა საინტერესო რა არის იცი ზენიტი ჯვარს ეცვა გარდა ჯვარცმისა ქრისტემ იმდენი რაღაცა გააკეთა რასაც უნდა ვიხსენიებდეთ ზუსტად იმ ჯვარცმისნაირად რა გვასწავლა ის გვასწავლა კიდე გვასწავლა რომ ვაჭრობა არ შეიძლება ისეთ ადგილზე სადაც მამის სახლიაო და გამაგებინეთ რითი ივაჭრებ ეს კამფეტი იქნება სანთელი იქნება მტრედი იქნება თუ გოჭი იქნება თუ ძროხა იქნება თუ ცხვარი იქნება მაგას რა მნიშვნელობა ვაჭრობა არის ვაჭრობა რა ფულის გაცვლა საგანი მიიღე გაეცი ფული სანთელი მიიღე გაეცი ფული მტრედი შესაწილი მიიღე გაეცი ფული იგივე ვაჭრობა მითხარი თქვენ რითი გწამთ ქრისტე რითი დაგევასათ საერთოდ რომ რადგან თქვენს გამო შეწირა თავი არ შეუცილია შენს გამო თავი ქრისტეს რო იცოდე რა შენი ცოდვების გამო არ შეუცილია ქრისტეს თავი იცით რისთვის შეწირა ქრისტემ თავი რასაც მე ვიძახი წერილობით რომ გვაქვს ეს სიდებილეები დღემდე და რომ იყო თუ არ იყო და არა იყო რა იყო თუ არა და ამ გარკვევებში რო ვარ საერთოდ ვეჭხუბებით რომ არა იყო და არა არ იყო და ეს იყო და ის იცი რა თქვა ქრისტე ბიჭო ხო გაქვთ ეს წერილებიო რა ბარემ წაიკითხებს უყოლავ და თუ მაინც და მაინც გინდათ ბარემ აღასრულეთო მამის აღავსეთო მამის როგორ ეუბნება ზუსტად ჩემი სიტყვებით ვიტყვი აღასრულეთო ის რაც თქვენ გინდათ რომ აღასრულოთ ბარემო რა წადითო გადავცემთო და მოკლავენო ისინი რომ ემუქრებიან მღვდლები დღევანდელ მღვდლებს რო გვანან ესი დიდი ანაფორებითო და იმებით რომ დადიან ქუდებით ბუასავით და ქრისტე ჩვეულებრივად ჩემნაირად რო დადის გაწეწილი და რაღაცა გაწეწილი რა ჩემნაირად რო დადის ძალიან ბუნებრივად რო დადის და ესენი რო ფიქრობენ რომ იმ ქრისტეს უფრო დაემსგავსენ ვიდრე ბუებს რა და ეუბნება ქრისტე რა რომ ბიდით ბარემ შეასრულეთო რა რაც გიწერიათ ის შეასრულეთო ამით დაესვას წერტილი რომ მეტი აღარ მოითხოვოთ სისხლის შეწირო აღარ გინდათო რა ადამიანის სისხლი აღარ შეწიროთო ვაფშე ნუ შეჭამთ ადამიანებსო რა ადამიანებს ჭამდნენ ხალხო დღეს რა არ ჭამენ ადამიანებს დღეს რასაკეთებენ თურმე იცით ადამიანებს აღარ ჭამენ მაგრამ მიდიან ცივილიზებულები გახდნენ ეგენიც მიდიან კლინიკებში ყიდულობენ სისხლს და მე იგი თავიანთი პასეკის დროს თუ რაღაცა ჯადაბა ის რო აქვთ არ ვიცი რა აქვთ ერთი წუთი პოზიცი კუნტელა თავიანთი დღესასწაული რო აქვთ ამ სისხლს ხავენ თურმე ესეთი ვალდებულები ყოფილან რომ ეგრე მოასხან ადამიანის სისხლი და მე ის ჭამონ
კარგით რა ხალხო ქრისტემ დაგიშვა წერტილი რომ გაჩერდითო რაღაც გინდათ რომ ეს კაცი ჭამიაობა ბოლოს და ბოლოს გაიზარდეთო რა თქვენ მელაპარაკებითო იმაზე რომ საქმე არ გააკეთო ღმერთის გამო შაბათსო და ვირს ამოიყვან წყლიდან და ადამიანს არ უნდა მიეხმარო ხო და თქვენ თუ ღმერთზე საუბრობთ და ღმერთი გიყვართ კაცო ღმერთის ქნილებას რაღაცა ჭამთ გამაგებინეთ მარკოზის სახარების ებრაელებმა როგორც დაუწესეს მუსლიმებს რჯული ისე დაწერეს ბიბლიას რომ რჯულებს შორის დაძაბულობა იყოს და დაუსრულებელი მე უკვე საუკუთარი შეხედულებების მეტი აღარაფერის მჯერაო აღარაფერის მჯერა ხო ისა გრიგორ რა არის იცი ადამიანები აი თავის აზრს ჯერ სანამ გამოფხიზლდებიან და გაატოკებენ თავის აზრს გამოტანის უნარს შეიმუშავებენ მანამდე უჯერებენ აი წინამძღვარს და ის წინამძღვარი რო აღარ იქნება ვის დაუჯერებ მე აი თქვა ყველა გაწყდა ყველა და მარტო დარჩი შენ ვის კითხავ შენ თავს არ კითხავ ხო და მოდი რა ესე გააკეთე რომ არავინ არ ჩააყენო ჩემსა და შენს შორისო ქრისტიანობს და მით უმეტეს წინამძღვრები ვიღაცა ცოდვილები რომლებიც ნუ დაუჯერებთო იმათო რაც წერია ის გააკეთეთო რასაც ისინი გეუბნებიანო გეტყვიანო წერილების მიხედვით გეუბნებიანო მაგრამ მისი საქმეების მიხედვით ნუ მოიქცევითო ხო გეუბნება და მისი საქმეების მიხედვით თუ ისინი ჯერ გასაწმენდები არიან და თვითონ თავიანთი საქმეები აქვს დასალაგებელი მით უმეტეს შე როგორ უნდა გიშველოს თავის საქმეს ვერ მოუვლია ადამიანს თავისთვის ვერ მოუვლია თავისთვის ვერ მოუვლია ადამიანი რომ ემთხოვს დახმარებას და მე ღმერთო მადლობაო რო იტყვის რომელი დაეხმარა ეხლა მე დავეხმარე თუ ღმერთი ღმერთის სახით მე ხო ღმერთის სახით მე ანუ რა გამოდის ღმერთის სახით მე ანუ სად არის სახე რა სახე გამოჩნდა ღმერთის სახე მე ხო ისევე ნებისმიერი ადამიანი რომელიც დაეხმარება გაჭირებულ ადამიანს ღმერთია მისთვის განა არის რომ თქვენ ხართ ღმერთებიო ხო და შენ თუ ღმერთი ხარ ბიჭო და გეუბნება ქრისტე და მაგის ნებართვას გაძლევს რომ იყო ღმერთი და იაზროვნო ხო ვიღაში კიდე ის იქნება ის ცდება იქნებ გადააკონტროლო ის თუ ცდება იმას უნდა მიუთითო განკითხვა არ არის თუ კი ამხელ ნახე განის კითხვა რაღაცა კითხვები თუ არ გაგიჩნდა და კითხვები თუ არ დასვი ხო რა განს გაცნობიერება განთან კავშირშია განცნობიერება და თუ განს ვერაცნობიერებ შენ რა ქრისტიანობაზე მელაპარაკები რა ვიღაცამ რო გითხრა ის გონია ქრისტიანობა საღადა საქართველოში სამართალი სადღაა საქართველოს ან ქართველები იუდეელებითაა სავსე აი ხო წავიკითხეთ ქრისტეს სახელით მონობას ქადაგებენ შენ წოდების გამო მოკვდაო გეუბნებიან ანუ ჩვენი ბრალი ყოფილა იესომ რომ თავი მოაკლევინა ებრაელებს ჩვენი წოდების გამო რანაირად მოკვდა ჩვენი წოდების გამო თუ მოკვდა ისევ წოდებში ვართ და მაშინ უწოდველები ყოფილვართ ანუ დათური სამსახური გაუწევია ჩვენთვის ქრისტეს თუ ეგრე ჩვენი წოდებისთვის მოკვდა სანამ ჩვენ წოდებს ჩვენ თვითონვე არ გავიაზრებთ რა აზრი აქვს მის სიკვდილს გინდა მოკვდეს გინდა რა ჩვენ რამე გამოგვასწორებს ჩვენი წოდებისთვის კი არ მოკვდა იმ წოდებისთვის მოკვდა რაც წერილებში ეწერათ რომ უნდა შეწირულიყო ვიღაცა მაინც და აჰა შემწირეთო ბარემ და დაასრულეთო არავინ არ გამოჩნდა ოკაცო ჩემამდეო ის ვინც შეეწირებოდაო ამ საკითხსო ხო და აგერ შემწირეთო ბარემო და გეყოფათო ახლა ამაზე დავაო რომ როდის გამოვა მესია და რა მესიას ელოდებოდა ტიპები დღემდე დრანაირი მესია უნდა იმისი არ იყოს კაცო აგერ მე ვთქვი ყდრეთი თუ არა აღმდგარი თამარ მეფის კლავგებითი ვარ მეთქი და კი არ გადაამოწმეს ტიპებმა კარა ჩარაზეს ის თამარ მეფის ეკლებაში ჩასასვლელი ჩარაზეს კიდე 5 კარები მიადეს ზედა 4 კლიტული რო ქონდა 6 დაადეს და კამერები და რაღაცა ოღონდაც მე არ შევიდე იქ ბიჭო თუ გეშინია
გეშინია გადაამოწ მე არ მეშინია და შენ გეშინია მე ვიძახით ამარ მეფის კვლავგებითი ვარ შენ ხო არ იძახი არა თუ შერწყვება ვინმე მე შევწყვები და თუ არ შერწყვები კიდე ხო დაინახავ რომ კვლავგებითობა არსებობს უკან დაბრუნება არსებობს შეგიძლია ნებისმიერ რა ვიცი იქ რამხელა ისინი გაგეხსნება ცნობიერებები კიდე აკლდამები გაიხსნებიან და მკვდრები აღსდგებიან რო ამბობს ქრისტე აგერ დაწყებულია მეთქი გეუბნები და კიდე რომელ დროს ელოდებით რომ მოვკვდე და კიდე მეორედ მოვიდე ბებია თქვენ ისამო არაო აღარ მოხდებაო ეგზეციდან ესე მითხრეს რა აღარ მოხდებაო ეხლა მოხდება ყველაფერიო ეხლა უნდა მოხდეს რომ დასრულდეს ეხლა ეს ამბავიო თუ ეხლა არაო მაშინ საერთოდ გავანადგურებთ ყველაფერსო დასრულდება ეს ექსპერიმენტიო გესმით ხო და თუ თქვენ ამის გაჭიანურება გინდათ იქამდე რომ სანამ სულზე რომ მიუსწრებს ადამიანი ხო იცი რაღაცა ხომ ხედავთ რომ დედამიწა პირდაპირ იპოვა დედამიწა ინგრევა დედამიწა აი კიდე რა გითხრათ დედამიწა კიდე რა განახოთ ისეთი რომ ინგრევა დედამიწა ხალხო თქვენ რა გონიათ რომ გახსნით იმ აკლდამებს იქ მერე უცბად რაღაცები მოხდება იქ მერე კიდე რამდენი პროცესებია გასავლელი იცი და პროცედურები რომ შენ აზრზე მოხვიდე და შენ თუ ეხლა არ დაიწყე თავზე რომ დაგენგრევა დედამიწა მერე ვეღარ მოასწრებ ბიჭო ვერა გესმის შენა ჭუკჭუკებო არ ვიცი რა როგორ გელაპარაკოთ ხოლმე არ ვიცი აი გასაკვირია პირდაპირ ადამიანს არ უნდოდეს აღდგომა არ უნდოდეს ადამიანს ესეთი რამე არ გამიგია კაცო წიგნიო იმის წიგნის გახსნის ეს არ უნდა წიგნი დაგჭებათ მიწაში ბიჭო და ზედ დაეცემით თქვენ ჩაიფლებით ყველა იმ წიგნზე დაეფლებით ყველა რა შუაშია ის წიგნი ვაფშე ის წიგნი ვიღას აინტერესებს თქვენ თავარი ის გაიგოთ რომ რეალურად არსებობს კვლავგებითობა და მეორედ მოსვლა არის ეხლა და თუ შენ მაგის გაგება არ გინდა იმ წიგნს ვინ მისტირის ვაფშე საერთოდ რა ძალაუფლება ის აკლდამა კარიბჭია ის რომ გაიხსნება იმ წიგნს ვიღა დაეძებს საერთოდ ისეთ სამყაროში გადიხარ რომ საერთოდ ის წიგნი რა ეხლა რომ საბავშვო ბაღის ბავშვმა რომ რაღაცა დათუნიაზე დაიწყოს ტირილი მე-10 კლასში რო იყოს უკვე გადასული უბრალოდ საბავშვო ბაღის ბავშვი რომ მე-10 კლასში დასვან და დათუნიას რომ მისტიროდეს ეგეთი საკითხია რა ხო და რა ვიცი იმ წიგნზე არავის არ აინტერესებს ის წიგნი რო გითხრათ რა მართალი გითხრათ არა აღარ მოხდება არაფერი ის წიგნი გადაიშლება და მორჩა ეხლა გეტყვით ერთ რამეს რა ის წიგნი ქართულ ენაზე წერია ებრაულ ენაზე წერია ბერძნულ ენაზე წერია თუ საერთოდ იმსეთ ენაზე წერია რომელსაც ვერ გავიგებთ მაგას მნიშვნელობა არ აქვს ხალხო რა მნიშვნელობა რას აქვს იცით კარიბჭესთან ვდგავართ რომელ კარიბჭესთან იცით აი პირდაპირ ესი არის დასახლებული სუფე ველის კარიბჭესთან. აი ნახე ხა რა არის ეს სუფე ველი, რომელიც სუფთან არის კავშირში და სუფი რა არის? აბა თუ იცით სუფს როგორ ამზადებენ? აი ვინც იცით სუფს როგორ ამზადებენ? იმან იცის რომ ხახვიც, სტაფილოც, კარტოფილიც, ყველა ბოსტნეული ერთად იყრება ერთ ქვაბში. გაიგეთ ეს რა არის? ანუ თხა და მგელი ერთად ზოვენო. იგივეა. ყველა სახის, ყველა წარმოშობის, ყველა, რა ვიცი, ეთნოსისა თუ გარეგნობის ადამიანი, ვინც კი ამ ცნობიერების ვისაც კი ამ ცნობიერების არ შეეშინება, რომ უნდა მეორედ მოსვლის ნახვა და უნდა სასუფეველში შესვლა, ანუ გაერთიანება და გათავისება ის, რომ მე ვარ შენ, შენ ხარ მე, ჩვენ ვართ. ხო? თუ ამას ვერ გაითავისებ, ხო? რომელ სუფზე მელაპარაკებთ? სუფი მარტო ლობიოს სუფი შევიტანოთ იმ სასუფეველში? თუ მარტო კარტოფილის სუფი? არა, სუფი არის სუფი. ყველაფერი ერთად იყრება. გაიგეთ? ხო და ყველაფერი ერთად რატო იყრება? იცით, სად იყრება? იცით, ვაფშე რაში იყრება? რაღაცა ველში. გაიგეთ, ველი რა არის? აი, ნახე, ვინი ელიო. V არის ვინი, E არის ელი. აგერ მოდი გითხრათ. განახოთ. აგე განახებთ თქუნა. V-ს ხო ვინი ქვია ხალხო? V-ს ქვია ვინი. და S ქვია ენი. ნახე?
სად არის ენი ქვია ხო ქვია ენს ენი და ვინს ვინი აგერ ლი ნახე სასუფე ველიო ველი არის ვინი ვს მერე მოდის ვინ ენი და ლიო ვინილი აი ვის ელიო გესმის ვისაც ელი ის ველი იხსნება და ვის ველით იუდეველები ელიან მესიას ჩვენ ველოდებით ქრისტეს მეორედ მოსვლას მოკლედ სასუფეველი ის არის რომ იუდეველები ნახავენ თავიანთ მესიას ქრისტეს სახით გადაწყდა ყველაფერი რა და თამარ მეფემა იმ დალოცველმა ტყუილად კი არ აირჩია მაცხოვრის ეკლესია რატომ ლამარიას ეკლესია არ აირჩია მაცხოვრის ეკლესია აირჩია რატომ იმიტომ რომ მაცხოვრის კართან შევდივართ იქ სასუფეველთან ჩვენ ველით ქრისტეს ისინი ელიან მესიას და ისინი როგორც იქნება აი ის იუდეველები ნახავენ ბიჭო ხო მიაქვთ ახლა საქართველოს ხო მიაქვთ იუდეველებს ტყუილად არ ესწავლა ღმერთმა მაგათ ქართული ტყუილად არ ჩამოიყვანა აქ იმიტომ რომ ისინი ხო მესიას ელიან ხო და რო ნახონ ვინ არის ეს მესია დედის ხორციდან კი არ იქნება აღებული ის ქრისტე იქნება რომელიც ჩვენ აგერ მაცხოვრის სახით ჩვენ უკვე ვიცანით 2000 წლის წინ უბრალოდ მათი გონება გაიხსნა 2000 წლის მერე ისიც თუ გაიხსნა და იმედია გაიხსნება სანამ არ დაგვემხო დედამიწა თავზე ბიჭო გეუბნები და ქრისტე გეუბნება მე რომ მოვალ აკლდამები გაიხსნებიან და გამოვლენ მკვდრებიო ხო ხო და თამარ მეფის აკლდამის გახსნა რა სხვა რამე კი არ არის ანუ ქრისტე რომ მოდის აკლდამები იხსნება აკლდამა თუ არ გაიხსნა ქრისტე როგორ მოვიდეს გამაგებინეთ ზეციდან ვერ ჩამოვა ქრისტე ცანი გაიხსნებიანო ცანი ის ცანი კი არა ხალხო ის ცანი კი არა აი ცანი არის აი ცნობა ცნო რაღაცა ცანი რა ცანი ეს ცნობიერება გავიხსენე და გაიხსნა კლდენი კარი და ენიო კანი კლდენი კანი არის լ არის ლასი კანი ლასი და დონი ლასი უნდა გცნოთო გვეუბნება თვითონ ქართული ანბანის შემადგენლობა ტესლას კოდით 369 მთავარი კოდით 369 კოდით ხოლო კანი არის რა? კანი რა არის? აი ეს კანი ხო არის ბიჭო, კანი, აი კანში ვზივართ ჩვენ. ჩვენ ხო ვზივართ კანი ხო ავიღეთ დედის მუცლიდან ხორცი ავიღეთ მაგის დედავატირე. ამდენი ვიწვალეთ, გამოვედით დედის მუცლიდან, იმ კარიდან გამოვედით, საიდანაც სხვანაირად ვერ გამოხვიდოდი და იმ დროში. ეხლა კი გამოდიხარ რობოტების მუცლიდან, მაგრამ კანი ავიღეთ, ლასი ვცანით, დონში შევედი, დონი არის პორტალი. აი დააკვირდით უბრალოდ მის მოხაზულობას. განახოთ? განახეთ მაგის. დონი ვცანით და რა გავაკეთეთ? ენი, კლდენი გაიხსნებიანო, ხო? კლდე, იგივე კლდენია, იმიტომ რომ არის ენი. კლდენი გაიხსნებიან ნიშნავს იმას, რომ აი ეს ცნობიერება გაიხსნება, ხალხო. მაგასთან ერთად ეს არის მენტალური კლდენი გაიხსნებიან, დაწერილი სიტყვა. ეხლა ფიზიკურში როგორ ხდება? ფიზიკურში მართლა კლდენი გაიხსნებიან. კლდენი გაიხსნებიან და ცის გახსნა იცით რა არის? ცის გახსნა. აი ჩვენ ხო მაღლა ვიყურებით და ცაგონია მაღლა. სინამდვილეში ცა არის იქ, სადაც საზღვრებია დაწესებული. სად არის საზღვრები დაწესებული? კარიბჭეებთან. სულ რამდენი კარიბჭე არსებობს? მე გეტყვით, სულ არსებობს ქართული ანბანის მატრიცის მიხედვით 8 კარი. 8 კარი. ერთი წერტილია. ერთ წერტილთან მიდის ორივე კიდე 8-ვე კარი და 8 ჩასასვლელია ამ წერტილში. წერტილი. სადაც იწერება წერტლი იწერება. ლის კიდე იცით რამდენი ინი აქვს? ლის აქვს სულ ცოტა 8 ინი. თუ არა 10. შიდა და გარე ინები აქვს. ინი კიდე რა არის იცით? ეს არის ო. ი რა არის იცით? ო არისო იგივე. ანუ ო რა არის? ონი მზეა. ანუ შიდა მზეში ჩავდივართ, გესმით?
იესო ტყუილა არ ერქვას იმ სიტყვათა წყობას როგორც დაარქვა დედამისმა იესოს იესო არის ინი არის ონი ინი თავისთავად ნახეთ რას გვეუბნება კარი სადაც შედის წერტლი სადაც უნდა მივიდეთ წერტილში ლის ვწერთ ლიში რამდენი არისო 8 რვალი არის რვალი ხომ არის მაგალითად შემსვლელი კარებები არხები შემსვლელი არხებია წერტილთან კარიც რა თქმა უნდა 8 კარია 8 კარიბჭია ერთ-ერთი კარიბჭე აგერ არის აგერ ჩემთან იქ კაბენის მონასტერზე კაბერი ქვია მაგას მაგრამ კაბენს ეძახიან ახლა კაბერის მონასტერზეა ერთ-ერთი კარიბჭე არის უშკულში ერთ-ერთი კარიბჭე არის ხომლამში თუ ვერ გამოვთქვა ამ სიტყვას ხომლში აი გულის მიერ ითქმება ხომლი ერთ-ერთი კარიბჭე არის იქ დედაბერას გორა რო არის ნუნისში რამდენ ჩამოვთვალე რამდენიც კიდე იმდენი კარიბჭეა კაცო ერთ-ერთი უნდა იყოს სამცხე-ჯავახეთში აუცილებლად სავარაუდოდ ვარძიაში ასე გადანაწილებულია რომ ყველა მხრიდან ჩავიდეს ადამიანი ერთ წერტილში და ლი არის ის რომელიც არის ლასი უნდა ცნობთ ლი და ლასი არიან ორნი ესე იგი ორი ლი გვაქვს ჩვენ ქართულ ანბანში ერთი არის ლასი ერთი არის ლი ლასი და ლილასი ლილა იმიტომ არის უმაღლესი ცნობიერების ფერი ლილა იმიტომ დაარქვეს ლილა იმიტომ რომ ალი და ლა ერთნი არიან ერთი მამრია ერთი მდედრია ლი და ლასი არის მამრი ლი არის მდედრი მათ კიდევ აქვთ იმის უნარი რომ იცვალონ ეს სქესი იცვალონ ქართულ ასობგერებში ყველა დაწყვილებულია ძხ შწ ხარი და ხო განვიხილეთ ჩვენ ეგ თემები ეხლა რო არ ჩამოვთვალო დროს წამართმე წყვილად არიან ევას სიმღერა გაიხსენეთ აი ეხლა რო ჩამოიტვირთა ბოლოს ჩემი შვილები ნაშობნი 36 რქოსანი 34 რომიშვა 4 ვიხილე მგოსანიო გეუბნება თვითონ სიტყვიერად ანუ უბრალოდ დააკვირდით კბილთა წყობას და მაგაზე ავაგე ეგ ინფორმაცია რომელიც შუა გადმოდის ენარი ენა არის ენა კიდე ენარია იმიტომ რომ ნარი არის ნარი ნს ქვია ნარი და რადგან ν იწერება შეგიძლია უწოდოს სრული სახელი ენარი მოკლედ ერთი სიტყვით რა რო იცოდეთ რა ჩვენ მივდივართ წერტილთან როგორც უშკულის მაცხოვრის ეკლესიის ჩასასვლელში არის ეს კარიბჭე სადაც როგორც გადაწყვიტა თამარმა არ გადაწყვიტა იქ რო წაეყვანათ მაგრამ თამარმა გადაწყვიტა აქ მოეყვანათ კაბერის მონასტერზე კაბერის მონასტერის მაღლა აზეულას მთა არის პირდაპირ გადმოხურებს კაბერის მონასტერს კაბერის მონასტრიდან ჩასასვლელია კარიბჭე არის კარიბჭეში ჩადიხარ და ადიხარ უშკულში რა უნდა მაგას იქ მთელი გვირაბებით სავსე არის აი ესე მზესავით არის რა შუა მზე ხო არის ხო და იმ მზიდან აი ესე გადის ის გვირაბები ჩადიხარ ადიხარ იქ ანუ დამოკლებულია რა გზა ესე რო სიმრგვალეს ჩადიხარ და ადიხარ გარდა მაგისა ხო ნებისმიერი შეკრების ცენტრი რომელიც წერტ ლისთან არის შესასვლელი სასუფეველის კარები რომელიც არის ხო იქ იცი რა კარიბჭეები ხსნება იქ მე უკვდავებაში გადადიხარ იქ აღარ კვდები უკვე იმიტომ აღარ კვდები რომ იქ იციან უკვე მაგია რომელიც ახალგაზრდებს ხორცს და ხორცი თუ სულ მონოტონურად გაახალგაზრდა და სულ რაღაცა უნდა გარდაიცვალოს და ახრიდან იტანჯოს და დედის მუცელში ისე მოვიდეს თქვენ თუ იცით რატომ
200 ანგელოზი რო იყო ჩამოსული, 200 მცველი ანგელოზი აქ რო იყო, ისინი რატო არ მრავლდებიან თუ იცით? ისინი მათ შობადობა აღარ აქვთ, ვერ იბადებიან. ამიტომ ადამიანები გამოიგონეს, რომ ადამიანები გამრავლებული იყვნენ და მათ მოხმარებოდნენ ოქროს მოძიებაში, მაგრამ აი გამაგებინეთ ერთი, თუ იცით, რატომ ამოწყდნენ ანგელოზები? ვერ ბადებენ ისინი. რატომ ვერ ბადებენ, ეგ აღარ ვიცი უკვე რა, მაგრამ ისინი ვეღარ ბადებენ. როგორც მე ვიცი, ვეღარ ბადებენ. იმიტომ რომ 10 ნიღა არიან დარჩენილი სულ. 270-დან 10 ნიღა დარჩნენ მარტო. მათ იციან როგორ გაქრნენ, ეგ არ ვიცი, როგორ მოკვდნენ, როგორ დალიეს. ისინი სულ უკვდავები არიან, მაგრამ არის ეთყობა შემთხვევები, როცა უკვე სულსაც აღარ შეუძლია და უნდა რომ აღარ უნდა რა ცხოვრება, როგორც ტოტ ატლანტზე არის ნათქვამი, ამდენი ხანი ვიცხოვრეო კაცო და ყველაფერი გავაკეთეო, დავარიგეო ეს ხალხიო და მომბეზრდაო რა და წავედი ახლა მე ვაფშეო რა. ავით ესე აქედან. ხო და აი მაინტერესებს ერთი თქვენი აზრი რომ ჩაციკლული ვართ აქ იუდა ეს და იუდა ეს რა იუდა ბიჭო იცი სად მივდივართ ჩვენ იცით რა ცნობიერებები უნდა გავხსნათ ახლა რა დროს იუდა და ჯვარცმა და ისინია კაცო ქრისტე ხო იყო ხო გიხსნა ქრისტე ხო და გააცნობიერდი ქრისტეში და შემორჩა რა იცხოვრე იმისნაირად გელოდებიან რომ ქრისტეს დაემსგავსე და შენ ვერ ემსგავსები ქრისტეს რატომ იდება თუ იცით ეს მეორეთ მოსვლა იმიტომ რომ ხედავენ ისინი ვერ ემსგავსები შვილო ქრისტეს კი იძახი ქრისტიანი ვარ კი ეზიარები მაგრამ დამსგავსებით ვერ ემსგავსები საქმენმან შენმან განხილოსო რატო გეუბნებიან იმიტომ რომ საქმეებით ვერ ემსგავსები ქრისტეს გამოვჭდი ერთი ვიღაცა რომელიც დაემსგავსა ქრისტეს როგორც იქნა ხან შოლტები კინავამ გადავყარი იქ ჯვარზე და ხან კიდე იქ ჯვარზე გავეკარი მე თვითონაც მაგრამ ვინ გაიგო ან რა გაიგო გაიგო მხოლოდ ის რომ მე ვარ ერთი ქაჯი გოგო რომელიც ყვირის და უშლის ეპისკოპოსებს ხელს რაღაცეებში წირვებში რა წირვები ვის რა სჭირდება შენი წირვა ბიჭო საერთოდ არ სჭირდება შენი წირვა გელოდებიან როდის დაემსგავსები ქრისტეს გელოდებიან და 10 წელი კიდე გადაიდო და ყოჩად ქართველებო რო გეუბნება ის მღვდელი ის მაინც გითხეს დაემსგავსე შეჭემისა წამომცდა დაემსგავსე ქრისტეს დაემსგავსე რომ გაგვიღონეს კარი როგორც იქნება არ გვეყოფა ამდენი ტანჯვა ამდენი ბიჭო ტანჯვა გიყვარს არა მგონია რომ რომელიმე რაბინს უყვარდეს იმ მდგომარეობაში ყოფნა როგორ მდგომარეობაში დედამიწა დღეს არა მგონია მე ეს ხალხო უბრალოდ მე მგონია ესეთი რაღაც რომ არ სჯერათ ამ ხალხს რომ მართლა არის სასუფეველის კარებები მართლა კარიბჭეები იხსნება მართლა იქით ცხოვრებაში გიშვებენ ეხლა როგორ გინდა შენ სახლში შემოუშვა ქათამი და თან სუფთად იცხოვრო ხო დაგისკინტლა ყველაფერი და ხო ვერ ასწავლი იმ ქათამს სანამ ის ქათამი არ მოვა გონს და არ იტყვის არ ისწავლის შენ ენას აი მე შენენას რო ისწავლის შემოუშვებ იმიტომ ისწავლე იმიტომ შემოუშვებ რომ იმას ეთქვი ქათამო აქ არ მოსკინტლო და არ მოგისკინტლავს იქ შენ უკვე აქ ყველაფერი დაწყობილი გაქვს ჩვენ ახლა ქაოსში ცხოვრობთ ჩვენ ადამიანები ჯერ კიდევ მაგარ ქაოსში ცხოვრობთ კარიბჭეს იქით რო გახვალ ყველაფერი დალაგებულია ქაოსი არ არსებობს იქ მოგვარებული აქვს ყველაფერი. ეხლა ვინ შეგიშვებს იქ? შენ იმ ქაოსური ტვინით, რომ ჯერ ის ვერ გაგიცნობიერებია, იუდაზე არ უნდა იყო ჩაციკლული რა, რომ აი ბიჭო იუდამ როგორ აკოცა და როგორ გასცა. რა იუდამ ბიჭო, რატო მოკალი ვაფშე ქრისტე ეგ იკითხე რა? იუდა რა შუაშია ამ შემთხვევაში? ხო უნდა მოემზადო არ კარიბჭის გასახსნელად. აი ცოტანი არიან რატო გეუბნება 154,000 იქნება მხოლოდ რჩეულიო 154,000 მოვაგონს დანარჩენები იცი რას დაიწყებენ ჭიდილს შებანძო შეკაჯო ესე როგორც მიწოდებენ ახლა შეისეთო შეესეთო ბუნტისთაო შენ რაღაცა შენ მოგწა ზოგი მოწამლას მოიფიქრებს ზოგი მოკლას ზოგი წევლას ვერც ერთი ვერ შევა სასუფეველში იცით რატო არ უნდა ცნობიერების გახსნა და იმიტომ არ უნდა ახლის მიღება არ უნდა სწავლა არის ძველში ჩაჭედილი და არის
რაშიც ჩაჭედეს ამ გამოჭედილმა ხალხმა, ტვინ გამოჭედილმა ხალხმა, ისინი ვაფშე ცოცხლები აღარ არიან, მაგრამ იმის მიმდევრები ხო იყვნენ, ხო დატოვეს ის მონები და არავის არ ჭირდება იქ მონად. იქ თუ შეგიყვანენ შენ სასუფეველში, არ არსებობს იქ მონა, ხალხო. ვინმე მონად შემოგხედოს იქ, აი ეგ არ არსებულია. მონობა აღარ არის. არავის არ უნდა შენ რომ ვიღაცას ემონო. შეწირო, შეცვიცვინებდი, არავის აღარ უნდა, იქ უნდა ყველა იყოს, იცი როგორ ცნობიერში უნდა იყოს, რომ თავის პატრონია, გესმის, არავის ჩამოკიდებული არ უნდათ რომ იყო. შენ გიყურებენო, ჯერ კიდევ მღვდელზე ხარ ჩამოკიდებული, სანამ მღვდელი არ დაგიღეჭავს, ვერ აზროვნებ. სანამ მღვდელი არ გეტყვის ეს ჭამე და იჭამეო, ვერ აზროვნებ, შენ სხეულს რა სჭირდება, შენ სხეულს ვაფშე არ იცნობ. ის არ იცი, როდის უნდა მოკუყო და როდის რა უნდა ჭამო ნორმალურად, რა არ უნდა ჭამო, რომ არ დააზიანო შენი სხეული. არაფერი არ იცი შენი სხეულის შესახებ და როგორ შეგიშვალ სასუფეველში გამაგებრი, ყველაფერი გასწავლა ქრისტემ. იმისთვის მოვიდა რომ ესწავლა, მაგრამ არა, ისინი არ უნენ. დღეს ისე დავსვით რომ აი სამარხო ნამცხრებიც კი კარგია, რა სამარხო ნამცხვარი პირდაპირ გაპლასტმასებს ის სამარხო ნამცხვარი. ჯობია მაგას ჭამე ის კარაქიანი რა, ის უფრო ჯანმრთელია ბიჭო. რეებს აკეთებთ საერთოდ გამოშტერდით საერთოდ. არ შეგიშვებენ ეგრე სასუფეველში, მალე გაიხსნება ეხლა კარი. და კარი რო გაიხსნება, სანამ აი გეუბნებით რა, დედას ვიცავარ, რაც ხდება, ხო? 24 იყო, ზუსტად 24 იყო ივნისი, როცა გძნობდი რომ ისეთი რაღაც მაჭამეს ჩირის სახით, რომ შანსი აღარ მქონდა მე ჩემს თავს ვეღარ გადავარჩენდი უკვე. ის ექიმი რო არ გამოჩენილი იყო. გძნობდი ამას. დედას ვიცავარ 24-დან 25-მდე მიწასთან გასწორდა 50,000 მკვდარს ეძებენ. 50,000 დაიმარხა ვენესუელაში. ვენებთან იყო საკითხი, გაიგე? ჩემი ვენები იმდენად უკვე გაჟღენთილი იყო იმ საწამლავით, რომ მე მთელი ეს ნაწლავები არ გამომერეცხა, ვერ გადავრჩებოდი. ამიტომ მიწასთან გასწორდა მთელი ვენესუელა, გესმით? რატო გასწორდა მიწასთან ვენესუელა ზუსტად მაგ დღეებში? იმიტომ რომ აი დედას მე რომ მომკვდარიყავი, ხო, თქვენ ვერავინ ვეღარ აგიხსნიდათ, კაციშვილი ვერ აგიხსნიდათ იმ საკითხს, როგორ უნდა შეხვიდეთ კარიბჭეში. ვერ აგიხსნიდათ. ამიტომ დაიწყო ჩემი სიკვდილი, დაიწყო დედამიწა მგრევა. გამოჯამრთელდა დედამიწაც. ხო ხედავ, რამდენჯერაც კუჭი გამოვირიცხე, იმდენჯერ წყალდიდობა მოხდა. ეხლა ვიღაცა იტყვის თავში აქ ამას ავარდნინე, ბიჭო, თუ არა მაქვს თავში, იქნება არა მაქვს თავში ავარდნინე და იმას რასაც გეუბნები მართალია. ვაჟა-ფშაველას აქვს ნათქვამი, მე კი არა მაქვს ნათქვამი. წინასწარმეტყველებს აქვს ნათქვამი, ჯერ კიდევ რომელ საუკუნეში. იმ ქალს თუ მოკლავენ, ყველანი კვდებიანო. დედამიწა ინგრევაო და იმ ქალს თამარი ერქმევაო და ბიჭო, თამარი მაინც არ მერქვას, მაგის დედავატი რამე სხვა რამე მაინც მერქვას რა. და საერთოდ ვერ ვაზროვნებდე ქართულ ანბანში. მაშინ კი მე კაც შეეძლო ეთქვა, რომ ეს ვერ არის თავის შუაზე და ავარდნილი აქვს თავში. იმ ცნობიერებას, რასაც მე თქვენ გაძლევთ, ის ცნობიერება ვინმეს მოუწია თქვენთვის. აი ესე ენერგიულად ვინმეს ჩაუდვია ის ენერგია თქვენთვის, რომ მოეცა თქვენთვის ეს საკითხები განეხილა? ყველა იძახდა მე ვარ გადამრჩენელი, მე ვარ მძლეველიო და მე გეუბნებით, მე არაფერი მძლეველი არა ვარ, როგორც მომექცევით ისე ვარ. მომკლავთ, მოვკვდები. არ მომკლავთ, დავრჩები და გასწავლით. მე არა ვარ გადამრჩენელი, მე უბრალოდ გასწავლით თქვენ, ხალხო. თქვენ თუ ისწავლით, გადარჩებით, თუ ვერ ისწავლით, როგორ გადაგარჩინოთ მე? მე არ ვიღებ ჩემ თავზე. მე არ ვარ მხსნელი. მე ვარ უბრალოდ სიტყვის მომცემი, რომელიც მოგიტანს სიტყვას და ან გაიგებ შევა შენს თვიში, ან ვერ გაიგებ. როგორ გითხრა, შენ თუ არ გინდა გაგება, მე მხსნელი ვერ ვიქნები შენი.
ყველა იძახდა დღემდე მე ვარ ხსნელი თუ არ დამიჯერებ და ესე დგანან და ლაპარაკობენ მე ვარ ხსნელი ახსენი თუ ხარ ხსნელი მერე რა დაიწყე გამოუში სიტყვა კაცო ვისელოდები აღიარებებს ვინ გაღიარებს არავინ არ გაღიარებს ამ დედამიწაზე ყველა დაბნელებულია აღიარებას ნუელოდებით ხალხო ვინც ფიქრობთ რომ ხსნელები ხართ ხო დაიწყეთ ლაპარაკი გაანათეთ გონება ადამიანების გონება უნდა განათდეს რამ ხსნელი ისიც იმაშიც ეჭვმეპარება საერთოდ ჩემ თავს გადავარჩენ თუ არა ამ ხალხის შემხედვარე ხო ხედავ მკლავდნენ მაგის დედავატირე მკლავდნენ თამარ მეფის აკლდამა ვაჩვენეთ და მკლავდნენ რას მერჩით ხალხო გამაგებინეთ რამე ცუდი გაგიკეთეთ თამარ მეფის აკლდამა გაგიმხილეთ 840 წლის საიდუმლო გაგიმხილეთ რამე ცუდი გაგიკეთეთ რატომ გინდათ შემიმოყრა ის მაინც გამაგებინეთ რა შენი ცოდების გამო მოკვდაო გეუბნებიან ანუ ჩვენი ბრალი ყოფილა აუ 40 კომენტარი დაგიწერიათ ნახატები მე ვნახე ვენერა მაშინ თამარ პანდორას ყუთიც თამარ მთაბარი თმა არის აუ რამდენი კომენტარებია თემო ვისეუბნები ეგ სასופველი რა არის მაინც იციო მე მეკითხებით ამას სასופველი რა არის მაინც იციო ბიჭო იქიდან ვარ მოსული აი თქვენ არ გჯერათ ეგ ჩემ პრობლემა არ არის თქვენ არ გჯერათ რა მე გეუბნებით იმას რაც ვიცი მე ეხლა რაც ვიცი ხვალ შეიძლება ამაზე კიდე 200 ჯერ მეტი ვიცოდე ესი არ ხდება რომ მე ეხლა დღეს ყველაფერი გითხრათ სასופველი რაც არის აგიხსენით უკვე იქ რომ შედიხარ შენ თუ არ გაქვს დისციპლინა იმის რომ ქაოსის მოგვარება შეგეძლოს შენ თავში მარტო შენ თავში და შენს გარშემო ხო იქ არ არსებულია რომ შეხვიდე რა არ შეგიშვებენ მოკვდები ვიდრე შეხვალ მოგკლავენ ვიდრე შეხვალ იცით რა ტექნოლოგიები აქვთ იმათ ხალხო თქვენ არ დაგესისმენთ საერთოდ არ სჭირდებათ მაგათ ადგილზე მოსვლა აგერ იტყვიან კოდს და იქ მოგისმენენ რას ლაპარაკობ და რანაირი ხარ ვაფშე ხარ თუ არა მზად იმ სასופვლის შიდა წრისთვის ეს მცველები 10 რატო არიან დარჩენილი რაღაცო დარჩენენ 10 200 რატო არ არიან როგორც გამოაგზავნეს იქიდან იცით რატო ჩვენ მოვკალით ყველა ხო ჩვენ მოვკალით ყველა ადამიანებმა მოკლეს ყველა ადამიანების უგუნურება მოკლა ყველა რა კიდია მასეთი სად ნიშანი რომ არ ყოფილიყო შენთან არ მოვიდა და აკლდამის საიდუმლოება აკლდამის საიდუმლოება მე იმან კი არ ჩვეულებრივმა გამლელმა კი არ გამანდო კაცო ვინც მცველია იმან გამომიგზავნა თორე ვის მისებდნენ მაგას 90-იან წლებში რომ მისცეს იქ დაინახეს რაც მოხდა და ეგრევე დახურეს ეგ საკითხი არავინ არ ჩაუშვეს იმიტომ არ ჩაუშვეს რომ იქვე იყვნენ და ვერ ნახეს ჩასასვლელი დააბრმავეს ტიპები რა ტიპები დაბრმავდნენ ჩასასვლელი ვერ ნახეს ზედედგნენ ჩასასვლელს და ვერ ნახეს
თემო რის მცველები და ხა ახლიდან არ მალაპარაკო რა მოусმინე სხვა ლაივებს კარიბჭის მცველები კარიბჭის მცველები აი იქ რო უნდა გახვიდე სადაც სასუფეველის გარებია სადაც ედემის ბაღიაო რო იძახიან და გამოაგდო ადამი და ევაო იქიდან და ასეო და ისეო ხო და ეხლა რა გამოცდებია თუ იცით რა ეხლა არის გამოცდები არამეულის რა არის იცით ენა კი არ არის მხოლოდ ხალხო არამეული არამეული არის არამევარ ამ გამოცდამ თითქმის ჩაიარა რა არამევარ იყო დიდი ომი სანამ ნარიმანი ცოცხალი იყო ნარიმანის კარზე ყველა ქალს თამარი ეგონა თავი და არამევარო რა თავის თავში ქონდათ ერთი დიდი ომი გამოთქვით ნაკლებად გამოთქვავდნენ არამეულის გამოცდა თითქმის ჩავაბარეთ მაგრამ ეხლა რა გამოცდებია იცით ეხლა ისევ არამეულის ებრაელებსა და ქართველებში არამევარ პირველი რა პირველი შვილო ყველანი ერთნი ვართო და დასაბამიდან ყველაფერი ერთი იყო და ნოეს შვილები ვართ ყველა რა არამეულში და გაიჭედეთ არ შეიძლება არამეულში გაჭედვა არამეულში თუ გავიჭედეთ ქართულში ვერ გადახვალ ქარი რა არის ქარი აი წარმოიდგინე შეგიძლია ქარი ცალკე აიღო ისე ქარი არის ერთი დიდი ძალა ხო შემდგარი პატარა ნაწილაკებიდან რომელიც არის რაღაციდან გამომდინარე ეგ ქართა ველში ვერ გადახვალ იმიტომ რომ არამეულში იქნები გაჭედილი და სულ ჭიდილში იქნები არამევარ პირველი არამევარ რჩეულიერი და რა რჩეულიერი ვინმე რჩეულიერი იყოს ამ დედამიწაზე არ გადმოხედავდა კაცო ღმერთი ხო გადმოხედავდა ამ ჭირვარამში ხო არა ცხოვრებდა ამ ხალხს გინდა რჩეული იყოს და გინდა არა ყველანი ერთ დონეზე ცხოვრობთ ყველანი ერთ ნაგავში და ყველანი ერთ ჯოჯოხეთში ვართ რო იცოდეთ და რაღა რჩეული და არარჩეულობაზე გინდათ ქრისტე ყველასთვის მოვიდა იქადაგა ყველასთვის მარტო ერთი ერისთვის კი არ იქადაგა ჩემი ხალხისთვის მოვედიო ის მისი ხალხი იცი ვინ იყო ვინც მოусმენდა მას ხო და თუ კი გადახვალ იმაში რომ ჩვენ ერთნი ვართ მე შენ ვარ შენ მე ხარ ჩვენ ერთნი ვართ სული ერთია სულ ერთი სიტყვაში დევ სულ ერთიაო სულ ერთიაო გესმით სულ ი დღეს ვქონდა მაგაზე ლაპარაკი სულ ი და ილუსია საიდან მოდის ილუზიაში ყოფნა არის ის რომ აი სულს მოსწყდი და წახვედი ილუზიებში რა ესე იყო დედამიწა ესე შეიქმნა იქ მოიფიქრეს რაღაცეები დაწერეს იქ შეთხზეს იქ ვიღაცას რაღაცა და მოელანდა და ეს იზმრა ისქნა და გადავიდა ილუზიებში როცა უკუღმა რო წაიკითხო ილუს არის სული და სული ერთიაო გეუბნება რა საჭიროა ეხლა დაწერო იქ ისე იყო ამდენი სიტყვა იყო ის იყო თავიდან ეს იყო ეს ქართული ანბანი იყო თუ ჩინური ანბანი იყო არა აქვს მაგას მნიშვნელობა რაც იყო სული ერთია და თუ ამას ვერ გააცნობიერებ რომ სული ერთია აბა რა გინდა სასუფეველში რას მიძვრები აი რა გინდა იქ ყველა ერთნი არიან ვერ გაყობენ შენი თავისგან ვერ გამოყოფენ ვერ გაგიკეთებენ სულს რაც ქრისტემ გვასწავლა იქ ისია ხალხი რომ რასაც შენ თავს არ უსურვებს სხვას არ გაუკეთებ აბა დაამტკიცე შენი საქმეებით რომ რასაც შენ თავს არ უსურვებ იმას არ გაუკეთებ სხვას აბა ისემ შენ რა გითხარი წახვალ და გადააგდებ ისე რომ მოკლავ ოღონდაც შენ არ მოგკლან სული ერთია და ღმერთი ერთია თუ გაინტერესებს რო იცოდეს სიმართლეო თემო ერთად ვაზროვნებთ თურმე ერთნაირად ხო მაგას არ ვიძახი კაცო ხო და აბა დაამტკიცე შენი საქმეებით რომ ხარ მზად შესასვლელად სასუფეველში შენ თავს დაუმტკიცე პირველ რიგში შენ თავს დაუმტკიცე აბა დილით რო ადგები
დღე ისე თუ ჩაივლის, რომ სასუფეველის მზად იყო სასუფეველისთვის. სხვას იმას არ გაუკეთებ, რასაც შენ თავს არ უსურვებ და ჯერ სანამ სხვას არ გაუკეთებ იმას, რასაც შენ თავს არ უსურვებ, ჯერ შენ თავი უნდა იცოდე ვაფშე რას არ გაუკეთებ და რას გაუკეთებ შენ თავს. როგორ გინდა შენ სხვა სიკეთე გაუკეთო, როცა შენ თავს ვერსემ პატივს. მაგალითად რაზე? როცა იცი შაქარი კლავს. ესე თუ ის საკვების გადაჭარბება კლავს. ის კლავს, ეს კლავს და მაინც იღებ. ანუ შენ თავს აზიანებ და სხვას კარგს როგორ გაუკეთებ? ამიტომ სხვას რომ კარგი გაუკეთო, ჯერ შენ თავიდან უნდა დაიწყო ყველა შემთხვევაში გამოჯანმრთელება რა. შენ აი გუშინ მქონდა საუბარი კიდე, რომ ნარცისტი ხარ რომ მითხრა ერთმა რა და ბიჭო, თუ ნარცისტი არ გახდი რა, როგორ უნდა ისწავლო შენი თავის პატივისცემა, გამაგებინე. თუ სულ სხვაზე იყავი ორიენტირებული, თუ სხვის კეთილდღეობაზე, შენ თავს თუ სხვა ხედავ რომ გიყენებს მაგის დედავატირე და ერთხელ გაუკეთე, ორჯერ, სამჯერ გიყენებს მუდამ. სულ რაღაცაში ისეთ იმაში მდგომარეობაში გამყოფებს, რომ არ გინდა და გამყოფებს. შენ თავს წემ ამ დროს პატივს. ხო და თუ პროტესტს გამოთქვავ, ნარცისტი ხარ რო გეტყვიან. თუ არ გამოთქვავ, ვერ გამოაჯამრთელებ შენ თავს. აბა მაშინ რა უნდა გააკეთო? არ ჯობია? იმის გამოყლინჯებულ თავში, ანუ გაღუნულ თავში, რაც არის გადატრიალებული, ის გამოასწორო და რაც უნდა ის თქვას და შენ თავს წე პატივი, არ ჯობია? გინდა თქვას ნარცისტი ხარო და გინდა თქვას გენიოსი ხარო, მაგას მნიშვნელობა არ აქვს. შენ როგორ ექცევი შენ თავს? ხო და ეგ არის ილუზია. ილუზია არის ის, რომ შენი თავის პატივისცემას იწყებ და უცბად სხვები მორბიან და გეუბნები, შენ ნარცისტო, შენ ისო, შენ ეგოისტო, შენ ამპარტავანო, შენ ის და რა ამპარტავანო ბიჭო, რა ეგოისტო და რა ნარცისტო. მე ისა ვარ, ვინცა ვარ და რასაც ვამბობ, იმას ეცი პატივი რა. და თუ არ გინდა რომ შენ ჩემ სიტყვას ცე პატივი, შენ სიტყვას როგორ უნდა ვცე პატივი, მე შენ მითხარი, აბა? იმას ვერ იტან, მე რასაც ვიძახი და შენ გამომიხტებიან, როგორ უწოდე შენ თავს თამარ მეფე? შენი რა ტრაკის საქმეა მე ჩემ თავს რა ვუწოდე? მე ვუწოდე ესე, ხო? თუ კითხვა გაქვს, როგორ ვუწოდე, ან რატო ვუწოდე, დაასვავ კითხვას და გაგეცემა ბევრი პასუხი, მაგრამ შეამპარტავანო, შენ ისეთო, სხვა რამე გადაირქვი სახელი, რა შენი საქმეა, მე რას დავირქვე, გამაგებინე. რატო უნდა გადავირქვა სახელი, იმიტომ რომ შენ მეუბნები მე? თუ ვინმე პრეტენზია აქვს ჩემთან, თამარ მეფე მოვა და მეტყვის, ჩემი სახელი რატო დაირქვია? შენ რა გინდა ვაფშე? შენ ვაფშე რა გინდა? მე რატო დავირქვი თამარ მეფე? მითხარი? ერთადერთი ვისაც უფლება აქვს მოვიდეს და პრეტენზია გამოთქვას ჩემ წინაშე არის თამარ მეფე. მოვიდეს და წარსდგეს ჩემ წინაშე და ვეთქვი, უი, ბოდიში არ ყოფილვარ მაშინ მე, თავად, აგერ მხედავ შენ ხარ. და თუ არის თამარ მეფე, უნდა დამიმტკიცოს, რომ თამარ მეფეა. ადამიანის უმეტესობამ არ იცის კარგის მნიშვნელობა, თვითონ კარგიც სხვა რამ გახადეს, ხო? ნარცისტობას უწოდებენ საშინელებას. არ არის ნარცისტობა ცუდი. ნარცისტობა არის პირველი ნაბიჯი იმისა, რომ შენი თავის განკურნება დაიწყო, რომ იცოდე. შეიყვარე შენი თავი პირველ რიგში. შენ თავს რო იყვარებ, ამას ნარცისტობას უწოდებენ და რანაირად უნდა შეიყვარო აბა მაშინ? სული სიმართლეა თამარო. გამომიხტებიან იცინი ესენი რაღაცა ისე როგორ შვები, ესე რატო ლაპარაკობ, ესე რატო გაგთმები? რა შენი საქმეა, მე როგორ მაგთმები და მე როგორ გამოვიყურები? რა გინდა? იუდამ სად მიგვიყვანა, ხედავ? ბიჭო, გაანებეთ ამ იუდას თავი რა. იუდამ შეასრულა თავისი საქმე. უთხრა ქრისტემ შეასრულა შენი საქმეო? იუდამ შეასრულა თავისი საქმე. რა გინდა, რა სერჩი ბიჭო, რა გინდა?
გაანებე თავი რა. შენ თავზე იფიქრე, შენ ცოდვებზე იფიქრე, რომ შენ ვერ შეასრულე ჯერ ქრისტეს ერთერთი ქმედება. მიუხედავად იმისა, რომ 24 საათი გაკერია პირზე, მართლმადიდებელი ვარ, ქრისტიანი ვარო. იტყუები, პირდაპირ პირში მატყუებ. გინებაზე არ გადახვიდეო. რა გინებაზე, რა თუნდაც ვიგინო, მე რა გიტყდებათ ამ გინების, ბიჭო, გამაგებინეთ. რა არის ეს გინება, ისეთ პედოფილია გაჟღერდა, ეგრე არ აგენთოთ, როგორც გინება, ყველაზე საშინელი რა, აი, გინების რატო გეშინიათ? თან მით უმეტეს ქალისგან. გინების რატო გეშინიათ? ცუდი სიტყვა, ჩემთან არ თქვა ეგ სიტყვები და ყურებს ესე. იმენა მაგარი მშიშარა ხალხი ხართ რა. სიტყვების გეშინიათ. სიტყვის გამოთქმის რო გეშინია ადამიანს და ყურებზე იდებ ხელს. ცოდვაში არ ჩავარდეო. 24 საათი ცოდვაში ხარ, 24 საათი მონებს, ანუ ისეთ რაღაცებს აკეთებთ, რომ მონურ სამსახურში აყენებთ თქვენ თავს და ცუდი სიტყვები, ой, ცოდები არ გაიგოთ, ცოდები. და 24 საათი რო ტანჯავ შენ თავს და ფულის გამო მონობ, სადმე მონობ და ქრისტე ფულის გამო? ვაჟი, მუშაობ და ქრისტე ფულის გამო სადმე? აი, გამაგებინეთ. თუ მაგას მეუბნებით, რომ ჩვენი სიტყვები არ თქვა. მე რა რო ვთქვა? აი რა დაშავდება მაგით, რომ ცუდი სიტყვა ვთქვა? ვინმეს მართლა გაუპატიურებენ დედას, დედა მოეტყნება ვინმეს, თუ რა, მე რა. დედა გაქვთ მოტყნული 24 საათი მუშებად ხართ დაყენებული სისტემების და თუ გითხარი ეს რა გაგიკვირდა, გამაგებინე? მადლობა უნდა მითხრა თუ გითხარი ეს პირდაპირ პირში. მოყვარის პირში უნდა უთხრაო, ხო? ხო და პირში გეუბნებით, რომ დედა გაქვთ მოტყნული მეთქი რა. დედას გიტყნავენ 24 საათი და მაინც აკეთებთ იმას, რაც იმას მიხედე არ ჯობია? იმას მიხედე, რომ აღარ იმუშაო და ჩემ სიტყვებს რას დაეძებ, ბიჭო, პირდაპირ გითხარი რა მდგომარეობაშიც ხარ. თუნდაც იუდამ ჩაიდინა ცუდი თიც, რომ იშვერან მისკენ ძალიან მაინტერესებს თვითონ რომ უარესად ექცევიან ქრისტეს და ადამიანებს, ამას რატომ არ ხედავენ? რა ხდება, ნორმაა თუ კარგი ადამიანობაა? ყოველდღე ჯვარსაცმავენ ქრისტეს, ყოველდღიურად, ყოველდღე მიდიან სამსახურში, ყოველდღე მამონას ემსახურებიან. იუდაზე მაგარი ცუდი ტიპები ხართ. იუდა მის ფული უკან მაინც მიუგდო მაგის დედავატირო. თქვენ ფულს ემსახურებით. დღემდე ფულს ემსახურებით. ის კი არა, ეკლესიაშიც ვიდრე ჩემ დაინახეს რა ვთქვი, ქრისტეს სიტყვებს ვამბობ მეთქი, სხვას კი არაფერს. უშიშროება უფრო დააინტერესა, ვიდრე ის სიტყვები, რასაც ქრისტე ამბობს. ვეფხისტყაოსანი და დეკამერონი. ხო და ასე რომ ჩემო კარგებო, რა ვიცი, ცუდმა სიტყვება როგორ უნდა შეგაშინოთ ამ ხელა ხალხი, კაცო, ბავშვები რო იყოთ კიდე ხო შეეშინდეთ, შეიძლება ბავშვებს ცუდი სიტყვები და ამ ხელა ხალხი ხართ, რა გჭირთ ამ ცუდ სიტყვებზე? არც ჩურის თქმა მიკვირს, არც ფალოსის, არც ასოსი და არც ძუძუებით, რა არის ხალხო, რა გჭირთ მართლა? იქ რო შეხვალთ სასუფეველში, აღარაფრის აღარ უნდა გწვენოდეთ რა. არ უნდა აი რო იტყვი მაგალითად ჭუჭუ და უცბად რომ მოხდება ხოლმე 80 წლის გადაცილებულ ქალს ეს სიტყვა ყურში. ანუ ასოციაცია ჭუჭუ, იქ სიბინძურა და შო გადაეკეტა ტვინში და საშინელება თქვა ეხლა ამ გოგომ, როგორ ბინძურ სიტყვებს იძახის და არა და რო შეხვალ სასუფეველში, იქ იმისთვისაც მზად უნდა იყოს, რომ სულ გაგაშიშვლებენ რა. აი შიშველი დაგაყენებენ იქ და აბა ეხლა შეგწყვე შენი პატარა ძუძუების, ან დიდი ძუძუების, ან პატარა ჭუჭუსი, ან დიდი ჭუჭუსი, შეგწყვეს. ეგრევე გამოგისვიან უკან. არაფრის არ უნდა შეგწყვეს, ისე უნდა გიყვარდეს შენი თავი.
აბა სასუპერშური გაგაშიშლებიდან კითხავენ, აი ცხვირი რატო მოინგრია, ღმერთმა ხო ესეთი მოგცა და იქ როცა ესეთი დედის მუსლიდან ხორცი აიღე, შენ აიღე, სხვამ კი არ აგაღებინა, შენ აიღე იქ ხორცი. მერე რატო შეიცვალა ეს ცხვირი? ხო გქონდა ესეთი ცხვირი, ესეთი ცხვირი ხო გქონდა. ეხლა რატო გაქვს ესეთი ცხვირი? კითხავენ. შენ რას ეტყვი? ესე იყო მოდაშიო? ხო და წადი იქ მოდასთანო გეტყვიან. შენ რითი იხდი დენს ინტერნეტს და ფულის საიდან გაქვს? ღმერთიო, ქრისტე გეუბნება, ღმერთი ჩიტებზე ზრუნავსო და შენზე არ იზრუნებსო? ღმერთი ზრუნავს ჩემზე, ღმერთი. იმ დღიდან, რომელი დღიდანაც მე გადავწყვიტე, რომ ქრისტეს გავყოლოდი, ღმერთმა იზრუნა ჩემზე, არ მიზრუნა იმ დღიდან ფულის კეთებაზე. აგერ ჩემმა შვილმა კინაღამ შემაცდინა, ეხლა ის ვაჭრობა დამაწყებინა კინაღამ. არ მიზრუნია ფულის კეთებაზე, ხალხო, არ მიზრუნია. 2015 წელს გადავწყვიტე ქრისტეს გავყოლოდი, 2015 წლიდან მე ფულის კეთებაზე არ მიზრუნია. თავისით მოდის ფული. როგორც ქრისტემ თქვა, ჩიტზე თუ ფიქრობს ღმერთიო, შენზე არ იფიქრებსო? ხო და ეგრე აკეთებს ღმერთი ჩემზე, მართლა გეუბნებით. უბრალოდ მე გავყევი ჩემი საქციელებით ქრისტეს დავემსგავსე. თითო ნაბიჯში, ყველანაირად დავემსგავსე. სამსახური მქონდა, ვალები მქონდა, გადავაგდე ყველაფერი რა, ვალებიც გაისტუმრა ღმერთმა. და სამსახურიც აღარ დამაჭირვა. იმიტომ რომ გავაცნობიერე ქრისტე თუ მეუბნება რომ არ დაემონო მამონას, მე რატო დავდივარ სამსახურში ვიფიქრე? ბიჭო, წავედი ქრისტესთან თქვი. წავედი და დღემდე ქრისტესთან ვარ და აგი დღემდე ქრისტე მიხდის ყველაფერს. ჭუჭუ რა არის? ჭუჭუ ფალოსია. ჭუჭუ. თუ გინდა ტრაკი და თუ გინდა ისიც დააყოლე, მე მაგრად არ მაინტერესებს. ძალიან კარგი თუ არ გაინტერესებს, შენ უკვე გამოხვედი იმ შიშისგან, რაც სიტყვა იწვევს შიშს. ეს შიში უნდა მოიხსნათ ხალხო, სიტყვამ შიში არ უნდა გამოიწვიოს თქვენში. არ არსებობს. შიშს თუ იწვევს სიტყვა თქვენში, ესე იგი იქ რაღაცა სიმახინჯეს ხედავთ და არ არსებობს ადამიანის სხეულში, რომ ღმერთს სიმახინჯე შეექმნას. არ არსებულია ეგ. არც ძუძუ, არც ჭუჭუ, არც შური, არც ფუჩუ, არც არაფერი არ არის სიმახინჯე, ყველაფერი არის ღმერთის ქმნილება. და შენ თუ ეს გაშინებს ამის სიტყვის გამოთქმა, ესე იგი იქ რაღაც დაზიანებული გაქვს ენერგეტიკული ველი, უნდა გამართო რა. მე ვმუშაობ, მაგრამ ჯიბეში რამდენი მაქვს არასოდეს ვიცი, არ ვიცი ფასები, არ ვიცი რამდენი მაქვს შემოსავალი. რატომ მუშაობ მაშინ? წყევლა, აი წყევლა თუნდაც, რატო დაწყევლა ქრისტემ ლეღვის ხე, რას ერჩოდა იმ საწყალხეს? ისედაც თავის გაჭირობა ყოფნიდა და ნაყოფი ვერ გამოიღო. რატო დაწყევლა ქრისტემ ლეღვის ხე? არ გიკითხავთ ეგ არასდროს? ჰა? აი თუ გაგეცეთ პასუხი, მერე მიხვდებით რატომაც ვიწყევლები. დაფიქრდით აბა კარგად მაგაზე. ემიგრანტები რას ვემსახურებით? რა ვიცი ფულს. აბა ემიგრაციაში ხარ, შენი მიწა გაქაგერ მიწა წყალი და სადღაც ახლა წასული ფულის გამო და მე მეკითხები რას ემსახურები? კითხე შენ თავს. პირდაპირ გაგცემს პასუხს. აუ ფუში რა არის და ჭუჭუ მაინც ვერ გავა. ფუში არა, ფუჩუ. ფუჩუ. ჩური, იცი რა არის ჩური? ჭურში ზიხარო რო ამბობენ ვითომ. ჭურში კი არა, ჩურში ზიხარო. ანუ ჯერ კიდევ დედის მუცელში ზიხარო, იქ ჯერ არ გამოსუხარო, იქიდანო გესმის? და ჭუჭუ კიდე არის ფალოსი არ იცი რა არის? სასქესო ორგანო მამრი. მამაკაცის სასქესო ორგანო. ჭუჭუას ეძახიან პატარა ბავშვებში. ჭუჭუა დამალე? ხო, რაც შეეხება ძუძუებს რა,
ხალხო, აი უნდა იცოდეთ ერთი რამ რა. ძუძუების გამოჩენა არ არის დიდი ტრაგედია. არ არის. და თუ კი ვინმე ძუძუ გამოაჩინა და მეორე პირს ამაზე აგრესია დაეწყო, ესე იგი იმ ადამიანს სექსუალურ საკითხში მაგარი გაჭედილი აქვს რა. იმიტომ რომ წარმოიდგინეთ, რომც გამოგიჩნდეთ რამე, აი ხალხში რომ შიშველი მოგიჭიოთ დგომა, ხო? თქვენ იცით რომ ქეთევან დედოფალი გააშიშვლეს და ისე გაიყვანეს, მაგრამ ხალხში და მათ ისეთი ბადე ეფარებოდათო რომ ხალხი ვერ აღიქვავდაო იმ სიშიშვლესო ცუდათო რა და ანუ რა არის ახლა ნახე იმ მომენტში ქეთევან დედოფალისთვის ისეთ მდგომარეობაში იყო რომ რა დროს სექსუალურ რაღაცებზე საუბარი იყო და რომც გაგაშიშლონ იმაზე კი არ ფიქრობ შენ უი გამომიჩდა მაგაზე კი არ ფიქრობ ხალხო იმხელა რაღაცას გზაზე მიდიხარ რომ შენ მაგაზე არ ფიქრობ შენიდან თუ არ მოდის ეს სექსუალური ვნების იმპულსი ხო ენერგია სხვა ვერ ხედავს შენ როგორც აი სექსუალურად ვერ აღიქვავს შენ თუ გამომწევად გადაიხსნი ახლა ძუძუებს და ესე ანუ პირდაპირ მესის გაუგზავნე რომ გამომწევი ხარ ხო რა თქმა უნდა იმას რასაც გააგზავნე იმას იღებს ადამიანი ხოლო შენ თუ დადგები მყარად რომც იყო შიშველი ისეთი რაღაც შეგიძლია ჩართო იქ გონში რომ ვერ დაინახოს ადამიანმა შენი სიშიშვლე საერთოდ ვერ დაინახოს მხოლოდ ქმნილება მაგას კუტუს ეძახიან ნუ ეხლა ზოგან კუტუს ეძახიან ზოგან ჭუჭუს მაინც გვიყვარს ფუჩუ ჭუჭუზე საუბარი კი არ გვიყვარს აუცილებელია რა რომ ხალხს მოიხსნას ეს კომპლექსი ძალიან ჩაკომპლექსებულია ხალხი რა ძალიან რატო უნდა მოიხსნას? იმიტომ რომ ეს ამ საკითხზე აუცილებლად დაგისვავენ კითხვა სასუფეველის კარებში. აუცილებლად დაგისვავენ. ინტიმურ მონაკვეთებზე, შენი სხეულის ინტიმურ მონაკვეთებზე აუცილებლად კითხვას დაგისვავენ. სადაც შიში გაქვს, იქ ვერ გაიბრი გამოცდას. გესმით? შენ თუ შენ სასქესო ორგანოზე ან შენ სასქესო ორგანოებზე ვერ გაეცი პასუხი ხო ვერ გაეცი პასუხი ჩაიჭრები გამოცდაში არავინ არ გაპატიებს იქ გამოცდას არავინ არ გაპატიებს ეს ჩათვალეთ რომ არის გამოცდა ისეთი გამოცდა რომ არავინ არ დაგიხუჭავს თვალს ვერც ფულით ვერ გადაიხდი იმ გამოცდას და ვერც შენი ნაცნობობით შენ არ გწვენია გაშიშვლება არ მწვენია მე გაშიშვლების საერთოდ არ მწვენია თქვენ გწვენიათ გაშიშვლების მე რო გავშიშლდე თქვენ შეგწვებათ ამიტომ არ გაკადრებთ მე როგორც კი ვიგრძნობ თქვენ აღარ გწვენიათ გაშიშვლების შემიძლია შიშველი დავждდი აგერ პირდაპირ ეთერში ხო რა მე სულაც არ მწვენია მაგის რა უნდა შემწვეს ისეთი ღმერთის ქმნილება ვარ აგერ როგორც მკლავი მიჩას ისე გამომჩნდება ძუძუც და ისე გამომჩნდება ფანჩარიც რა ცუდი რამე გამოჩნდება? შენ არ გწვენია გაშიშვლების. არ მწვენია, საერთოდ არ მწვენია გაშიშვლების რა. არც შიშველი ადამიანის დანახვის არ მწვენია. თავს გაიგიჟებენ ხოლმე და ისე დადიან და ისინი პატივი ეცით ჩვენ კულტურა. რა კულტურა შენ აგაგ ბიჭო? ადამიანის ქმნილების დანახვის გეშინია შიშველი ადამიანის დანახვის გეშინია. რა მაინტერესებს მოვედი და ცარიელ მიწაზე როგორ უნდა ვიცხოვრო, რითი უნდა ვიარსებო ელემენტარული გეტყვი მზია. ეკითხვა ხო გაქვს. გამოსცადე და ნახავ რაც მოგივა. გამოსცადე, აი ხო მოხვედი შიშველი. აი ვაფშე გაშიშვდი. ყველაფერი გადაყარე ნაგავში. თქვი რომ ქრისტეს მიყვები და მე ნახე რანაირად მოხდება. მე როგორ გაქცე პასუხი. შენ ცხოვრებაში რაც მოვა, მე ნახავ. პასუხი მე გაგეცემა. მე ვერ გაგცემ პასუხს მაგაზე. ქრისტემ გაქცა უკვე რომ ღმერთი თუ ზრუნავს შიტებზე შენზეც იზრუნებსო გესმის ღმერთი კი არ გამოსცადო შენ ხო კითხვა გაგიჩნდა
ხო და მიენდე ქრისტეს და აი ამ ნდობით ყველაფერი გააკეთე და მე ნახავ რაც გამოჩნდება. მანდ არ ვიყავი? სად მანდ? თამარ სულ სექსი არ აქვს ასე რომ ამბობენ და რეინკარნაცია ეკლესია არ აღიარებს. სულ სექსი არ აქვსო? ანუ ეკითხვა, ნახე, სექსი რა არის? რანაირად ექნება სულ სექსი? სექსი არის ორი ფიზიკური ელემენტის შეერთება. ნახე, შეერთდა, სექსია ეს. და სულს არ აქვს ფიზიკური და რანაირად ექნება სექსი? სულს შეგრძნებები აქვს. შეგრძნებები კი არა, გააზრების უნარი აქვს. მაგრამ ფიზიკურ სხეულს აქვს სექსი შეუძლია ფიზიკურ სხეულს. ფიზიკურ სხეულში რაც არის, მას შეუძლია ქონდეს სექსი, მაგრამ სული ვერ ეხება, ანუ ფიზიკურად ვერ ეხება. პირველ რიგში ფული არ დათვალოთ არასოდეს და ყველაფერი უკეთესობისკენ წავაო. ხო, ეგ პირველი ნაბიჯია, კი, დიდი ქართველი. პირველი ნაბიჯია ფულიდან ჩახსნის აფირმაციის მომენტი რა, რომ ფულის ეგრეგორს ჩაეხსნა. არა, სქესი, თქვი. სულს აი უყურე, სული არის ერთი. სქესი არ აქვს სულს. სქესი, ისევე როგორც სექსი, აქვს ფიზიკურ სხეულს. სული როგორ გამოვლინდება, ხო, ფიზიკურ სხეულში, ქალად თუ კაცად, ამას სხეული წყვეტს, სხეულის მდგომარეობით გადაწყდება ხოლმე. სული, რასაც აირჩევს, აი ახლა მე მინდა ვიყო კაცი, განვიცადო კაცის მდგომარეობა. და უკვე განვითარდება XY, როცა წყდება მაგ დროს ქალი იქნება თუ კაცი ჩასახვის წარმოქმნის პროცესში, იქ წყდება რომელიღაცა კვირაში სქესის მონაცემი. ხო და X არის ქალი, Y არის კაცი. Y-ს აკლია ერთი ნაწილი. X-ი რომ მოაშორო ერთი ნაწილი არის Y-ად იქცევა. ამოკირავებული. ამიტომ ეს X-ი, რომელსაც მოშორდება ერთი ნაწილი, არის Y. და ესეც ამოყირავებული აქვს ადამიანს გამოაცალეს ნეკნიო და ევა შექმნესო. პირიქით იყო ქალს გამოაცალეს წილი. და Y-ად კაცი იქმნა. ზორო არის ზევსი. შენ თუ გაშიშვლდები, მე რატო შემეშინდეს და შენ ცხვევს. შენ შეიძლება არა თემო, მაგრამ აი ახლა 36 ადამიანი მიყურებს. 36 ადამიანს იცი რა დაემართება? 34-ცა? არ არის მზად ჯერ მაგისთვის ადამიანი და მაგიტომ ამზადებ ხალხს. ჩემი პირიდან იმიტომ გამოდის გინებაც, წყევლაც. ეს ყველაფერი მიმღებლობითი უნდა გახადოთ ხალხო. უნდა იყოთ მიმღებლობითი. თუ მიმღებლობა არ გაქვთ, ვერ განიკურნებით. საქართველოში მე სერიოზულად მაინტერესებს დაბრუნება მინდა და რაც ხდება საქართველოში წამალი სად და როგორ უნდა ვიყიდო? რა წამალი ძია? რა წამალი უნდა იყიდო? ხო და წამალი რა თუნდა ქრისტიანს, კაცო, ერთი აი გამაგებინეთ. სად სვავდა ქრისტე წამლებს? ჯერ პირველ რიგში ის უნდა შეძლო, რომ წამლების გარეშე შეძლო ცხოვრება. არა, ყველაფერი იკურნება. ყველაფერი შეგიძლია შენით განკურნო. წამალის დამოკიდებულება, შენ დამოკიდებული გაგხადა სისტემამ. როგორც ფურზე, ისე წამალზე და შენ მეუბნები ქრისტიანი ხარ, წამლებს იღებ? არ შეიძლება ეგრე. პირველ რიგში რაზეც უნდა იმუშაო, მეც ხოლ გამხადეს დამოკიდებული. ელტიროქსინის ნაკლებობა გაქვს და ელტიროქსინის მასვენა ჩიყვის ნაკლებობა გაქვსო. რა ნაკლებობა, მე ვთქვი, მაგას ვიძახდი სულ. მე რომ ეხლა
სასופევში შევიდე ელიტიროქსინის ყიდა სად დავიწყო მე თქვი იქ. ამიტომ ჩემი თავი მე თვითონ უნდა გამკურნო, ვიფიქრე და ექიმებს ვკითხე, არ შემიძლია მეთქი ჩემი თავი გამკურნო, როგორც მოვიდა ისე წავიდეს ეს ჭიყვით. არა, არ შეგიძლია, თელი ცხოვრება ისე უნდა იყოთ. კი, აბა. მაგათთვის რომ დამეჯერებინა დღესაც ელიტიროქსინზე ვიჯდებოდი. წამალს არ ვიღებ ცხოვრებაში აღარ ვიღებ, არ ვარ წამალზე დამოკიდებული, მიუხედავად იმისა, რომ ეცადე, რომ დამოკიდებული გავეხადე წამალზე. სისტემას. ხო? წამალზე ხა იმ შემთხვევაში ვიღებ ხოლმე ხანდახან თუ კი მომწამლავენ და რაღაც გარეჩარებას გააკეთებენ, თორემ ჩემს სხეულს თავისი განკურნება თვითონ შეუძლია ყველაფრისგან, სიმსივნისგან კურნავს, ყველა დაავადებისგან კურნავს საერთოდ ორგანიზმი თავის თავს. ყოველ 21 დღეში ანახლებს სისხლი თავის თავს და ეხლა შენ თუ იქ ჩაგიდეს ტვინში რომ ესე ვერ განიკურნები და ესე ვერ განიკურნები, ეს წამალი გჭირდება, ეს წამალი რა თქმა უნდა შენ აქ დაიჯერებ და ვერც განკურნავს შენ თავს მერე. ამიტომ ჩემო კარგო პირველ რიგში დაიწყე იმაზე მუშაობა რომ თავი განიკურნო და წამალზე დამოკიდებული აღარ იყო. არ მითხრა ეხლა რომ ეგრე არ გამოვაო, გამოვა. ადამიანს ყველაფერი მისცა ღმერთმა, სხეული ისეთი მისცა რომ თავის განკურნება თვითონ შეეძლოს. არ არსებობს დაავადება რომელსაც არ კურნავს ადამიანის ორგანიზმი თვითონ ავტომატურად. წამების ალი, წამალი, დიდი ქართველი წეს, ხო? წამების ალში გამყოფილი. ხო, ნუ ეხლა როგორ განიკურნოთ თქვენი თავი, მეგობრებო, სხვათა შორის. ამ საკითხებზე თუ წამალზე ხარ დამოკიდებული და გინდა თავის განკურნება, მე შემიძლია შენ მოგცე დარიგებები პირადში, როგორ გავაკეთე მე ეს ჩემი თავი როგორ განკურნე ამა თუ იმ დაავადებებისგან. აი უამრავი დაავადებებისგან გავკურნე ჩემი თავი და რა ვიცი რა შემიძლია დაგეხმაროთ, მაგრამ თქვენ თუ გჯერათ მაგის პირველ რიგში რაც უნდა გაიაზრო ის არის რომ ღმერთმა მოგცა ისეთი სხეული, ისეთი უნიკალური სხეული, რომ თავის თავს თვითონ განკურნავს. თუ მოიხსნი შიშებს, თუ მოიხსნი დამოკიდებულებებს, თუ მოიხსნი შფოთვებს, ცოდნა უნდა მაგასაც. შიმშილი უმაგრესია, ოღონდ შიმშილსაც უნდა თავისი წესები აქვს. ეხლა პირდაპირ შიმშილი რომ დაიწყოს ადამიანმა, ხო? შეიძლება თავისმა ნაწლავებმა ეგრევე მოწამლოს და დაბრიდოს, იმიტომ რომ ნაწლავები უნდა განიწმინდო. ჯერ ნაწლავები უნდა გაწმინდო. ნახე რა შეუბნება ქრისტე, სხვათა შორის ეს გველუკაშვილისგან გავიგე მე. ქრისტე ეუბნება თურმე რომელიღაცა სახარებაში, რომელიც დაგვიმალეს ჩვენ. ეუბნება თავის მოწაფეებს 40 დღის განმავლობაშიო ასწავლის ოყნა როგორ გაიკეთონ რა? გამოირეცხეთ კუჭნაწლავიო. კუჭნაწლავის გამორეცხვა, აი ნაწლავების გამორეცხვით იწყება პირდაპირ ყველაფერი ჯანმრთელობის აღდგენა. ეს თუს წინ რა არის? თამარ მადლობ ჩემი სათქმელიც თქვის სწავლების შესახებ, ნანა ამბობს. თუთუს წინ არის თუთუნი. ანუ რა უნდა გამოირეცხო? კუჭნაწლავი უნდა გამოირეცხო, სანამ დაიწყებ შიმშილს. შიმშილს რო დაიწყებ, ხო? ეგრევე შიმშილი არ უნდა დაიწყო, უნდა ნელა დაიწყო შიმშილი, ან მოიკლო და შიმშილზე ჩახვიდე. იმიტომ რომ ის უნდა გამოიწმინდოს რა მთელი კუჭნაწლავი, თორე იქზე თუ დაგრჩა, ნაწლავზე თუ დაგრჩა შენ კოლტი, ხო, ის მოგწამლავს. რა თქინდა მოგწამლავს და შეიძლება მოკლას კიდევაც ისეთი ტოქსინები გამოყოს.
ხო, ბროწეულის ოყნებია კაი. არ ვიცი, ბროწეული არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში არის მაგაზე იწერებიან ბევრი უამრავი ადამიანები და აი ეს მარილის კარგია, აი ეს მარილი. ერთი სუფრის kovzi 1 ლიტრაში. ხო და ამას რო გააკეთებთ, ხო? თავისთავად იწყებს უკვე ორგანიზმი გაწმენდას. ყველაზე პირველი დაავადებები მოდის, სრულიად დაავადებები, ყველა დაავადება მოდის ჭიებისგან. თუ ჭიებს მიხედავ, ორგანიზმ ჭიებისგან გაიწმინდავ, ყველა დაავადება თავის ადგილზე ჩადგება. ჭიებისგან განიკურნები ოყნითა და იმით პრეპარატებით, რომელიც არის თუნდაც ნიორი, კურკუმა, ესეთი მსგავსი რაღაც ისენი რა. არის რაღაც ისეთი სუნელები, რომ პრეპარატი რო არ მიიღოს, სუნელები, რითაც განიკურნები. როცა სახსრები ტკივა, ეგ როგორ. უნდა გაიგო რატო ტკივა სახსრები. ხორცის ჭამაზე რა აზრის ხარ? ხორცის საერთოდ არ უნდა ჭამოს ადამიანმა. აი ხორცი არის არ შეიძლება ხორცი. აი ხორცი არის როგორც მკვლელია რა ხორცი რა. მიუხედავად იმისა, ექიმები ამბობენ, რომ ხორცის გარეშე არ შეიძლება და ის არ შეიძლება ხორცის საერთოდ არ უნდა გააკარო ადამიანს. ადამიანმა ხორცი საერთოდ არ უნდა ჭამოს. სახსრები, ძარღვები ჟანგბადით ივსება, სოდიანი აბაზანის მიღების შემდეგ ტრომბები იშლება. ტრომბი რა არის, ხო? ტრომბი არის რაღაცა დაგროვილი მასა, ჭუჭყი სისხლში, რომელიც შეიძლება ძარღვი თუ არ არის კარგად გაწმენდილი, აი ძარღვში, ხო, იქ მოდებული არის მთელი ისენი რაღაც ჭუჭყები და ისინი, იქ შეიძლება გაიჭედოს და ვეღარ გაატაროს რა და ეს სისხლის გაწმენდა ხდება შიმშილით. პირველ დღეს მიდის სიგნალი, რომ ხო მაგაზე ახლა უნდა დავიწყებთ, სხვა დროს ჩავწერ მაგაზე. იმიტომ რომ ახლა იუდაზე ვსაუბრობდით. ნიორი გახეხეთ და დააყოვნეთ 30 წუთი. ის ალიცინის გამოყოფს და სასარგებლოა. შემდეგ შეგიძლიათ ზეითუნის ზეთი დაასხათ და ისე შეინახოთ. კი, კარგი რჩევა არის ზუსტად. ნიორი უნდა გაჭყლიტო და 10 წუთი მაინც უნდა დადო ისე რომ ალიცინი გამოიყოს. ეგრევე ჭამა არ ყოფილა სასარგებლო და არც ეფექტური. სასופველში ყველა არის ერთნაირი, იქ დედაკაცი და მამაკაცი არ არის, ყველა არის ერთნაირი ზეცაში და იგალობა უფრო. სასופველში გეტყვით, ჩვეულებრივად ხორცი აქვთ. არ არიან სულები, ეგრე არ არის. ხორცი აქვთ. ოღონდ ისეთი ხორცი აქვთ, რომ გაწმენდილი ხორცი აქვთ. ხო გეუბნები, ისეთი ხორცი აქვთ, რომ იქ არ მომუნდება, ой, შოკოლადი მინდა და შოკოლადი. არა. იქ იციან რა, შეიძლება რა არის, აი როგორც ინსტრუმენტი ისი აქვთ რა. შენ მოგეცა ეს ინსტრუმენტი, შენ ამას ჩაარტყავ ჩაქუჩს ან რაღაცა ჩაასხავს რომ გადნეს, ხო? აღარ გექნება ეს ინსტრუმენტი. ეს სამუდამო ინსტრუმენტი იქნება უკვე ეს სხეული, აი ახლა რასაც მიყურებთ. ეს სხეული, როდესაც საცოფეველში შედიხარ, იქნება მეტი აღარ მოგეცემა. ეს გექნება სულ ეს გექნება. ამიტომ იძახი, უნდა შეიყვარო შენი თავი ისე რომ არ ქონდეს იქ ხინჯი, უი ეს არ მომწონს აქ. ეს არ მომწონს აქ, ის არ მომწონს აქ, ეს არ მომწონს და ის არ მომწონს და ის არ მომწონს და ის არ მომწონს და გადაიკეთე. არ გიყვარს ესე იგი შენი თავი. თუ გიყვარს შენი თავი, მიიღებ ისეთს, როგორც ხარ. ვაფშე არ იფიქრებ რა. შენი ინსტრუმენტია ეს. წარმოიდგინე, რომ სულ საძლევს იმის უნარს, რომ შეძლოს შეხება, შეგრძნება, გამოთქმა, დაწერა და ასე შემდეგ. გააზრება
სულის ინსტრუმენტია. კა, ბა, კანი და ბანია. და თუ შენ ეს ვერ შეინარჩუნე, ნურას უკაცრავათო ვეღარ ჩაისახები მერე. მერე ვინ იფიქრებს შენზე, რომ კიდე ჩავსახოთ ახლა, კიდევ თამარისნაირი ერთი გავაჩინოთ? არა, ხალხო, სულმა უნდა იჩარიჩოს იმდენი, რომ კიდე დაიბადოს. ამიტომ იბადებიან ეხლა. ეხლა იბადებიან და თამარ ეგ მარილისაც შევიძინო და როგორ დავლიო. ყველგან მე მგონი უკვე ყველგან იყიდება სუპერმარკეტებში. ესე დავქვავ, ჩვეულებრივად ერთი სუფრის kovs დავქვავ, ჩააყრი 1 ლიტრა წყალში და 1 დღის 24 დღის განმავლობაში დალიე მარტო ეს წყალი. მეტი არაფერი არ ჭამო და არ ზალიო. თუ გინდა წყალი დალიე, მაგრამ იქ მხოლოდ სულიო არა? იქ არ არის მხოლოდ სული, ვინ გითხრა იქ, ვინ მოგატყუა? არ არის მხოლოდ სული, აბა ქრისტემ ისთვის წაიღო ხორცი. ხარ, ხორციელად ხარ იქაც, ოღონდ გაწმენდილი ხორცით ხარ. შენ თუ ხორცებით ქვლიფე და მწვადები იწვი, მანამდე გეტყვიან შვილო ხორცის სუნი გიდის რა. ხორცის სუნი გიდის, კან სუნი უდის რო იცოდე. ისინი სუნის მიხედვით ხვდებიან კიდე როგორი ხარ, ასუფთა ხარ. შენ როგორი სუნიც გააქვს კანზე, იმის მიხედვით უკვე იცის ადამიანმა, შენ შიში გააქვს, განიცდი, ტყუილს ამბობ, მართალს ამბობ, გიყვარს, არ გიყვარს. ჩვენ ეგ უნარები დაგვიქვეითეს, მაგრამ იმათმა იციან ყველაფერი. ამიტომ შენ რო ხორცის სუნი რო აგდის, აი ზოგ ადამიანს ისეთი საზღარი სუნი ასდის, რომ გვერდით ვერ დაუდგები რა. რატო? იმიტომ რომ აი იმედენ რაღაც ნაგავს ჭამს, რომ უკვე იმის სუნი ასდის. განიწმინ, იმიტომ არის მხოლოდ სრემლი და მარხვით განიწმინდებითო ქრისტე რო ამბობს, ისე ვერ ახერხებთო. აქაც სრემლი არის, თავში გიწმინდავს იმას ეპიფის და ჰიპოფის და მარხვა კიდე სხეულს გიწმინდავს. აი ხლა მე რო სუნი მომდის ხოლმე ხორცის, იცი როგორ გული მერევა? გულის ამრევი სუნი აქვს, ჩემთვის უკვე გულის ამრევი სუნი აქვს. ხორცის სუნი რომ მომდის, მერე შორის სუნს ხორცის სული არ ჯობია? შორი რა არის, არ ვიცი. როცა არა მომყოლი ახალგაზრდა, როგორ უმკურნალო? რა ვერ გავიგე, კითხვები ვერ გავიგე. როცა არა მომყოლი ახალგაზრდა. წავედით ახლა სასუფეველის კარები ორივე ხელით გაეღო, შიგ შეეყვანა ძეები, იესო ძენი დაევსო. ვარდნი ხარობენ ამ ბაღში, ვარდონისენით მღერიან, ანიჰოეთის შემკულნი, იოტას ენაცვლებიან. ხორცი არ მიჭამია ახალი წლის მერე და თითქოს უკეთ ვერევი სხეულს, სიგარეტსაც შევეშვი. შმორის სუნი რო გიდისო? შმორი რა არის? შმორი. ხო და ასე, რომ ვარდნი ხარობენ ამ ბაღში, ვარდონის ენით მღერიან, ვარდონის ენით მღერიან, ანუ დონი ვარო, გესმით? დონე უნდა გახდე. იესო ძენით გაევსო, ხო, იესო ძენით გაევსო.
ბავშვი როცა არაა მომყოლი და ითხოვს წამალს. ბავშვი წამალს არ მოითხოვს. ბავშვი წამალს არ მოითხოვს. თუ არ ასწავლე მანამდე რომ აუცილებელია წამალიო. სიბინძურია ხორციც მერე, ხორცს რო ჭამ სიბინძური არ არის? ეხლა ჩემო კარგო გაგზავნიან სასულიერო პირები საგიჟეთში აგზავნიან პირდაპირ და წამლებს არ ჭობენ ზედ. ძალიან ქრისტიანულად იქცევიან ეგენი. ოჩახთ სასულიერო პირებო. წავედი ახლა გაკოცეთ ახლა რა ვიცი. განვიწმინდოთ. განი ვიწმინდოთ. განი ვიკურნოთ. გან ვისვენოთ. გან ვმარტოთ. გან ვაღოთ. გან ვიკითხოთ. შმორის სუნი, ობის სუნი, დანესტიანებული შეშა, მაგალითად ჭიაღუა რომ სველზე. ხო, საშინელებაა შმორის სუნი. კორპუსებში არის ხოლმე, სადაც წყალი სდის და იქ ძირი რომ შმორდება ხოლმე, მერე ძალიან ცუდი სუნი ასდის. 100%-იანი ხარ თამარო ამბობს სოფია, კი ისო, არ არის, ამბობს თემო, რა არ არის ვერ გავიგე, კვებაზე მაინტერესებს თამარ სხვა დროს რომ გვითხრე, კვებაზე ვთქვათ სხვა დროს, ეხლა წავედი. აბა გაკოცეთ დროებით და ნუ შეგეშინდებათ სიტყვების. ნუ ჩავიციკლეთ იუდაზე, იუდა ვაფშე არაფერ შუაში არ არის ქრისტეს მკვლელობასთან რა. გასცა, კოცნით გასცა, გადახვევით, გადაპროშნით თუ რითი ამას მნიშვნელობა არ აქვს. ვინ მოკლა ქრისტე და რატო მოკლა ეგ არის მნიშვნელოვანი რა. ეგ ვიკითხოთ ჩვენ. დიდი ქართველი აბა გამოიბანეთ ჭუჭუხუჭუები და დაიძინეთ. ბავშვებს რო ეუბნებით ხოლმე. ხო, სხვათა შორის მეგობრებო, კიდევ ერთი კეტყვი რადგან ახსენა დიდმა ქართველმა ჭუჭუები და ფუჩუები, ხო? ჩვენ რო გვასწავლეს რომ 90%-იანი საპნით უნდა გამოიბანოთ და ის არ შეიძლება. მაგას თავისი ის აქვს. თვითონ იმდენად შექმნილი აქვს ისეთი რა ქვია მაგას. საპნით დაბანა არ შეიძლება. მაგ ადგილის საპნით დაბანა არ შეიძლება. სპეციალური სითხეები იყიდება, იმ სითხით დაიბანეთ, მაგრამ საპნით თუ იბანთ, წარმოიდგინეთ, რომ ანადგურებთ თქვენი ორგანიზმის ფლორას ვიტყვი რა, ფლორას რა, სპეციალურ ბაქტერიებს, რომელიც საჭიროა თქვენი ორგანიზმისთვის და სხვათა შორის. ხო ამბობენ რომ აი მაგალითად ახლა არ მიკვირს არაფერი, არ გაგიკვირდეთ არც თქვენ ფანჩარზე თუ დავიწყე ლაპარაკი. ფანჩარს ქონია ანტისეპტიკური დანიშნულება. ანტისეპტიკური. თავისებური განწმენდა ხდება, როდესაც თმა ამოდის იმ ადგილზე, სადაც ღმერთმა მიაწება იქ. ხო? იქ რაღაცა ტყუილა ხო არ გააჩინა თმა. ხო. სპეციალურ, ანუ ნუ დაიმახინჯებთ თქვენს ორგანოებს და ეს შეიძლება კიდევაც იწვევდეს შემდეგ სექსუალურ დარღვევებსაც. იმიტომ რომ იქ გამართული არ არის ყველაფერი. თუ კი თქვენ საპნით 70%-იანი თუ 90%-იანი საპნით იბანთ ქვედა ნაწილს ან ზედა ნაწილი ახლა არ აუშვებს ქვედა ნაწილს. ხო, კარგი რაღაცა გითხარით? არ შეიძლება. კარგი, აბა წავედი ახლა მეგობრებო.
კბილების გამო ხო ყველაზე მნიშვნელოვანი კბილებიდან მოდის თუ მოდის მთელი სიბინძურეები, კბილები. კარგად მოუარეთ კბილებს. ყოველ ღამე, ყოველ დილით გამოიხეხეთ. ხო, ეგეც უნდა გითხრათ. ოღონდ არა ყველა კბილის პასტით. რაც შეიცავს ფლორიდს, მოიცა ქართულად რა ქვიაო, პტორს რაც შეიცავს, არავით არ გადაყარეთ ყველა კბილის პასტა, იმიტომ რომ პტორი ეგრევე ბლოკავს ეპიფის. საღოლი იუმორით ყველაზე კარგად მიდის სათქმნა. აბა, იუმორი ყველაზე საინტერესო რაღაცაა, რაც გამოუგონია ღმერთს. ჰიუმორ. როგორც ამორი და იუმორი. ამორი და იუმორი მეგობრები არიან. მოშორება შეიძლება. რისი მოშორება? ფანჩარის? ფანჩარის მოშორება, იცით რა არის? ცოტა გასექსუალიზებული არის და მაგიტომ არის მოდაში, რომ ფანჩარი უნდა მოიშორო. რატო უნდა მოიშორო, რაც შექმნა ღმერთმა, ვთქვათ, ხო? ჯერ კანს აღიზიანებს. ეხა იქ მოშერება რა არის, ვერ გავიგე. მოშერება რა არის? მოშორებას გულისხმობ? კარგით ეხლა მაგებს სხვა დროს ვილაპარაკოთ, აი ჯანმრთელობის რაღაცებზე, ჯანმროს რაღაცებზე სხვა დროს ვილაპარაკოთ, ხო? წავედი ეხლა, წავედი. გაკვირვებული ვარ ხალხო, გაკვირვებული ვარ. თმები აღარ მცვივა მას მერე რაც ნარიმანი გარდაიცვალა რა. მე არ ვიცი, ეს რა არის. წყალი პტორით იწმინდება საქართველოში სამწუხაროდ ქლორის ნაცვლად. ესე იგი, იმიტომ დადის ეს ხალხი სულ გამოშტერებული, ეხლა აღარ მიგვირს რახან თქვი ეგ. დედა, მე ხო არ ვსვამ საერთოდ ონკანის წყალს. და იმიტომ ვაზროვნე, მეც არ ვთქვი ეს ხალხი რა დაშტერებული დადის. ეგრევე აშტერებს ეგ პტორი. აშტერებს, ადებილებს ადამიანს. გაპარსვა. გავიპარსოთ თუ არა ფანჩარი? მაგას გულისხმობთ ემო? თუ ძალიან გინდათ გაიპარსეთ, არც ეგ არ არის ცუდი. შენ გაიხარ რეოლალი მეუბნება. გაიხარეთ თქვენც, ასე რომ გაკოცეთ. კარგად იყავით. მაინც რა ინტერესებს ადამიანს, რა თემები უფრო აინტერესებს. არა, საინტერესო თემები ეგენი მართლა. ჭები ამოთხარეთო. წყაროს წყალი, ხალხო, წყაროს წყალი და აი ეს, ნახე, გაფილტრეთ. ამით გაფილტრეთ. არ გიხარიათ რომ ცოცხალი ვარ? მე მაგრად მიხარია. რო ცოცხალი ვარ, ხალხო, ცოცხალი რო ვარ და რო გელაპარაკებით ისევ, მაგარია, მაგრად მე სიამოვნა ეხლა თქვენთან ლაივი კიდე, რამდენი ხანი არ ყოფილვარ ლაივში. ჩაო. რომელი კბილის პასტა? აი, ზე დაწერია, რას აქვს პტორი, რასაც აქვს. გადადეთ. იშვიათად არის კბილის პასტები, რომელსაც არა პტორის გარეშე თქო იკითხეთ და გეტყვიან. არ გიშვებთო, ხო, რაღაც მეც ვეღარ მივდივარ. კარგი, წავედი, აბა, ხა, კარგად დროებით.